მოგესალმებით მეგობრებო, სპორტლაინზე როგორც იქნა პოდკასტი დაიწყო. დღევანდელი პოდკასტის სტუმრები არიან ნიკოლოზ ჭიმბურიძე, დავით გაბელაშვილი, მიშო ჯიბლაძე და მე, წამყვანი სერგი კლდიაშვილი. პოდკასტში ვისაუბრებთ რას მოველით 2026 წლის საფეხბურთო წლისგან, იქნება სხვადასხვა კითხვები და მოდი პირდაპირ პირველ კითხვაზე გავიდეთ, რო არ გავწელოთ ისედაც გრძელი პოდკასტი. პირველი კითხვა იქნება შემდეგი. თქვენი აზრით ვინ გახდება წლევანდელი პრემიერ ლიგის ჩემპიონი? სავალდებულო ვარიანტები არის არსენალი, სიტი და ასტონ ვილა და ორი თქვენი ვარიანტით დაწერთ. ეს 4-ეული დავწერე. 4 მე-5 არ გამოგივიდა. მე-5 ვიღარ. კარგია. ბიჭო მე ძაი. არა, ნახე. არა, შემოვატრიალოთ და მიხვდებით. თუ არ ვიცი ახლა იქ როგორ გამოჩნდება, მაგრამ დაჟე, მე მინდა რომ სერგი მისე ჩასვას გრაფიკულად რომ ის ნიუკასლი როგორც ჩავწვი. არა იმას 4 უწევი. მე 5-ესაც ჩავამატე. ბიჭო, მეორე გვერდზე დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს. ჯო მე როგორც დავწერე, ეგრე ვფიქრობ რომ ეს დამთავრდება რა. არსენალი, სიტი, ლივერპული გავა მე-3-ზე. კი, მეც ეგ. ვილა მე-4-ია და ნიუკასლი დაიკავებს მე-5 ადგილს და მოხდება კიდე ერთხელ შემოწმება. პირველ 5-ში თანხმდებით. დათო ჩელსი შეიყვანეს. ბიჭო, კი, იმიტომ რომ ალბათ მე მე-5-ზე დავსვი. იმდენად ბევრი ფეხბურთელი ყავთ, რომ ეგ სიღრმე მიცანს მაგის საშუალებას, რომ რაც იმას რა ქვია ასტონ ვილას არა. ხო, მთელი სეზონის მანძილზე. ხო, ახოთ, მაგრამ ის აი, მოდი დავიწყოთ. რატო ფიქრობ, რომ არსენალი მოიგებს? ბიჭო, მარტივი არის არსენალისთვის ესეთი სეზონია, რომ აი გეტყვი რა, არსენალისთვის ეს სეზონი არის, როგორც ნაპოლისთვის იყოს ის სეზონი ჩემპიონები რო გახდნენ. პრემიერ ლიგის ყველა პრეტენდენტ გუნდს აქვს პრობლემები. სიტი ახალი გუნდია, როგორც არ უნდა თქვა. ხო, მაგრამ დაალაგეს ფაქტია უკვე პრობლემა. ჯერ არ დაულაგები ახლა სანამ შერკი ის გახდება რა, შერკი უნდა გახდეს ის რაც უნდა გახდეს. თან როდრი არ ყავთ, რაც ბირთვი იყო თავის დროს და. ხო, მაგრამ წელიწადზე მეტია როდრი არ ყავთ მგონი. ნუ ამის ფონზე რასაც აკეთებს სიტი, ეგ არის ხა ტიჯანი რეინდერსი ვერ გახდება როდრი. მოდი ამას შევწერ. წელიწადზე მეტია სიტი, მე ის სიტი არა, რაც უნდა იყოს. ხო, მე მაგას ვამბობ. აი ნაპოლიც ეგრე გახდა რა, განა ნაპოლის ჩემპიონოს ვაკნებ, უბრალოდ და ინტერიც საშინელ ფორმაში იყო, იუვენტუსი აღარ არსებობდა და ნაპოლი მისარგებლა და მოიგო და ეხა არსენალს ამდენი წელია რომ სამიზნეში აქვს, არსენალმა უნდა მოიგოს და თან ფორაც კაი აქვს. ნუ სიტი მეორეზე ბანალურია რომ ეგრე მოხდება. ლივერპული დააკამბექებს და შევა. ოღონდ ისე შევა რომ აი სიტისთან ახლოს დაამთავრებს. ვილას უეჭველი მე-4 ადგილი აქვს, აი გარანტირებულია და მე-5-ეს ვიღებ ნიუკასლს, იმიტომ რომ მგონია რომ არც ერთ ტურნირზე ფიქრი აღარ მოუწევთ. ცოტა ხანში მარტო ამაზე იფიქრებენ და აჯობებენ ჩელსის. მე ეგრე ვფიქრობ. კი ბატონო. ერთი სიტი არსენალში ვერ განხმევიდან მე-5-ზე ახლა მე ჩელსი მყავს, იმიტომ რომ აი ნიუკასლის სკამის სიგრძე რაღაც დიდი იმედებს არ ემართება რა. რატო ჰარვი ბარნსი ძმაო? ხან მე იმაში არ გეთანხმები, ცოტა მეეჯობა ის ამბავი, რომ ლივერპულმა სიტისთან ახლოს დაამთავროს ეგ სეზონი, იმიტომ რომ ძალიან დიდია უკვე ჩამორჩენა. ანუ ამ წუთას თუ არ ვწდები, 10 ქულაზე მე 12 ქულა არის. არ 14 არის იმამდე არსენალამდე ჩამორჩენა და 11-ია იმამდე სიტიმდე. არა, 6 ქულით უსწრებს არსენალი სიტის. ანუ არსენალს და სიტის შორისაც დიდი სხვაობაა და იმ სიტის 35 აქვს ლივერპულს. 35 აქვს ლივერპულს. ძალიან დიდი სხვაობაა ეგ იმისთვის, რომ ხო, ნუ მე-3-ზე გავა რა. ხო, ანუ ლივერპული მოუმატებს, მაგრამ სიტის მოუმატებს მე ეგრე მგონია. თუ ვინმე მოუკლებს, მე მინდა სიტი, მე სიტი მინდა რომ მოიგოს ვაფშე. ანუ ლოგიკურად თუ აწ ვინმე მოუკლებს, არის არსენალი, იმიტომ რომ იმდენად მაგარი დაწყება აქვს, რომ რავი, ყველგან ყველა ტურნირზე, რომ ლოგიკურად ამათმა უნდა არსენალმა უნდა მოუკლოს, იმათმა უნდა მოუმატონ. ამიტომ ხო, მაგრამ არსენალი კაი გუნდია, წლევანდელი სეზონი არის გადამწყვეტი, შეიძლება იყოს, რავი, იმდენად მნიშვნელოვანი, ხო, ანუ ოლინი არის, იმდენად მნიშვნელოვანი სეზონია, რომ თუ კიდე უტიტულო დარჩა, ვერაფერი მოიგო მნიშვნელოვანი ტიტული, მე უკვე შეიძლება მართლა დაიქცეს, ფეხბურთელები წავიდნენ, რაღაც, ამიტომ არსენალს მოდი არ გვინდა რომ დაიშალოს არსენალი და დაუტოვოს შანსი რომ რაღაცა მოიგოს. მე პირველზე მიწერია სიტი, იმიტომ რომ მგონია რომ გამოჯანმრთელდა ეს გუნდი და გვარდიოლას მეტად დიდი ფიგურა. არსენალი მიწერია მეორეზე და აი აქ ცოტა ეჭვიც მეპარება, იმიტომ რომ არსენალს წინა სეზონში რა დააკდა ხასიათი, ხო, საჩემპიონო ხასიათი რა, ანუ ძალიან საჭირო ქულები, ძალიან მარტივი ქულები დაკარგეს რა და წელს მაგას არ აკეთებენ. მგონი როგორც მახსოვს ძალიან ბევრი თამაში მოიგეს ბოლო წუთებზე არა? და 1-0 ხავდა. ხო, და ხო, მაგრამ წელს სიტი აკეთებს მაგას სამაგიეროდ, ვერ ვიგებს მოსაგებ თამაშებს. ხო და ერთი ეგ არის. მან ამბავი რა არის, იცი რომ არსენალის წევანდელი დაცვა
პირდაპირ ვთქვათ, არის ორჯერ უკეთესი ვიდრე შაშანდელი. და ეგ იმიტომ ხდება, რომ თუნდაც ინკაპიე რომ მოვიდა ის დაიმატეს, რა ქვია იმას, მოსკერა ვაფშე სიღრმე მიიღო, ანუ ტრავმებსაც არ იმჩნევენ რა, გაბრიელი დაიმტრა, ვაფშე არ შემჩნევია გუნდს, კალაფიორი არ არის ვაფშე არ ეტყობა, ვაფშე ლუის კელი ვაფშე სადღაც გადაისროლეს, იმაში რა ქვია. გადაასახლეს, პრივიშენია ვლასტით დეცემბერში მოისროლეს ის ლუის კელი. ძალიან ისეთი სერიოზული და ღრმა შემადგენლობა ჩამოაყალიბეს. ღრმა შემადგენლობა ალბათ წელს ვინმე. და მით უმეტეს ხო მართლა დაცვაში ბოლო წლებში რომ კითხო ვინ იყო, ვიტყვი რომ არსენალი საუკეთესო იყო დაცვის მხრივ და წელს მართლა კიდევ უფრო რა ვიცი რა დააბეტონეს რასაც. არა სიგიჟია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 11 თამაში აქვს, სხვადასხვა 11 გოლი გაშვებული. ხო, მაგრამ ნოემბრის თვე? ხო, მაგრამ ნუ სიგიჟია. არა, არსენალი კარგი გუნდია და ერთადერთი მე ჩელსი რატო არ შემყავს აქ და ეხ ჩელსის გულშემატკივარი აქ მარტო მიშუა. მე შევიყვანეს ხო. იმიტომ არ შემყავს, რომ სისულელე მეგონია რომ მარესკა გაუშვეს. ეს მწვრთნელი რაც საინტერესო ტიპია. ახალგაზრდა მწვრთნელი მოდის, რაღაცა ის აქვს, ამბიციები აქვს და რაღაცა სტრასბურგიდან. სტრასბურგი ძალიან კაი გუნდი იყო, მაგრამ პირველი შეხვედრა რო პეპთან გაკის ნახეთ, ძალიან გადაობა იყო იმენა. ფაინალ ბოსთან რო გაკ პირდაპირ შეხვედრა. მარესკაზე იძახდნენ, რომ ანუ გვარდიოლა სიტიდან წავა და სიტი პროგრამე მარესკას წაიყვანსო და უცებ ჩელსი აგდო. ხო, მიდიოდა მაგაზე ლაპარაკი აქტიურად. და მარესკას ბრალი რამდენადაა ეგ თქვი შენ თორე. არ ვიცი, ნუ ჩელსის მენეჯმენტს რო სერიოზული პრობლემები აქვს და ამერიკული ფეხბურთის ხედვა რო არ კარგად მოდის ევროპულ ფეხბურთში, ეგ ფაქტი არის. ამერიკულ ფეხბურთში ხო რამდენიმე გუნდი არის თამაშების დროს დაცვითი შეტევის და ერთი როგორი კაი პირველი სასტარტო გუნდიც მოყავდეს ამერიკულ ფეხბურთში თუ ხო ანუ იქ NFL-ში რა და ისეთივე კარგი მეორე გუნდი უნდა ყავდეს და მე მგონი აქაც ეგ პრინციპი გონია ამ ძმას და რაღაცა რამდენი ფეხბურთელი ყავს ახლა ჩელსის? არ ვიცი. ეხა კიდე გაიწმინდა იქ მაგაზე არ იყენებენ სტრასბურგს, ამ სტრასბურგი და ჩელსი ერთი ფლობელობის ქვეშ არიან, ფანებს აი ხა, როგორც სტრასბურგის ფანებს არ მოწონთ, ისე არ მოწონთ ჩელსის ფანებს და ეგ ძალიან რა ალოგიკურ ტრანსფერებს აკეთებს. რა მე მაგალითად ყველას დიჩესტო ვთვლი, რომ მამარდაშვილი როცა მარკეტზე იყო, ჩელსიმ არ წაიყვანა. იყიდეს იორგენსენი, პეტროვიჩი ყავდათ. ბავშვი რა ხალხი და ნუ ჩელსის შემადგენლობა რომ მკითხო ალბათ. არა, მე მაგალითად ჟუაო პედრო აი ძალიან მოწონს. და მეკარეზე ვთქვათ, რომ სანჩეს ძალიან მაგარი სეზონი აქვს. ეხლა ამ სეზონში სანჩეს ეს სეზონი აქვს, აი ძალიან მაგარი. ერთი პროსტა რაც არის, რომ ჩელსის ნახევარ-დაცვას აქვს ის პრობლემა, რომ ენცო ფერნანდესი შეადარე ნაკრებში და შეადარე ჩელსი. ძალიან კაია ჩელსიში. საუკეთესო ხო და ფეხბურთელია. წარმოიდგინე პოტენციალით ისე რომ ითამაშოს როგორც არგენტინის ნაკრებში, ჩელსის ჭირდება უბრალოდ ორი ისეთი ნახევარმცველი, რომ ენცოს მიეცეს იმის საშუალება, რომ იყოს ის პიტბული, რა პიტბულიც ნახე, არის. კიდე ერთ პრობლემაა, რომ იმდენი ანუ საშუალო და საშუალოზე მაღალ საშუალოს ახლა გულისხმობ ტოპ გუნდების ისე რა. საშუალო დონის ფეხბურთელებს იმდენი მაგდონის ფეხბურთელი ყავთ, რომ გამოკვეთილი ლიდერის პრობლემაც არის მაგ გუნდში, რაც ყოველთვის პრობლემა არის. დაცვაში დაცვაში ხდება. არც ისეთი მწვრთნელი ყავთ, რომელიც ისეთი ლიდერი იქნება და იმდენად დიდი ავტორიტეტი, რომ მაგ ფუნქციასაც შეითავსებს. აი მაგის იმედი მაქვს მე, რომ რაღაცანაირად უნდა ქნას. თვითონ რაც ისაუბრა ძალიან მომეწონა, მაშინ ხედვა ფეხბურთის ყველაფერი სტრასბურგში ძალიან კარგი სამუშაო მიეხვდნენ ის რომ მეშვიდეზე იყო იქ კონფერენცი ლიგა. მაგარ ფეხბურთს თამაშობდნენ ძალიან. ართლა სასიამოვნო საყურებელ ფეხბურთს თამაშობდნენ იქ 3 მცველი ხან 4 მცველი. აი მოკლედ ძალიან კარგი მომწონს ზოგადად, მაგრამ რამდენად გაუხაჭავს ისეთ გუნდს როგორც არის ჩელსი, რახან გრანდი არის და დიდი მოთხოვნა არის. აი კითხვის ნიშანს აჩენს, მაგრამ მისი თვითონ ეს ახალგაზრდა ფეხბურთელთან მუშაობის გამოცდილება წესით უნდა წაადგეს და აკლია ხასიათი ჩელსის და აკლია გამოცდილება ფაქტია დაცვა არის საშინელი რის ჯეიმსი ნახეთ სააღრინად ძალიან კარგად დგას ძალიან მომწონს მაგრამ ნუ ეხა მარტო კუკურელია ვერ იზავს იმას აბარატოსი ნადარაბაიო და ადებაიორი თუ ჩადებაიორი კარგი რა დისასი სად არის ვაფშე ადებაი უარი ხო? ანუ იმ დღეს უყურებდი რა თამაშს რა ჩელსის თამაშს დისასი არის რეპორტაჟი მიდის და კითხვა ისმის ეგეთი რა კომენტატორი კითხავს და სად არის დისასი და ანუ სად არის დისასი დისასი არის 23 წამდელებთან ანუ სად არის დისასი შოუჯამია რაც და აი ძმა ხელფას იღებს სადღაც ალბათ წამოწოლილია კაი გავწდები ჩელსის ბევრი იყო მეც მოდი გადავიდეთ მე ჩამოვთვლი მოდი ჩემს ხუთეულს არა დავამატე მე ხუთეს დავამატე ნუ პირველი უპირობოდ არსენალი მგონია რომ ეს მიუხედავად რომ ჩელსის გულშემატკივარია წელს არსენალი მგონია რომ აუცილებლად ჩემპიონი გახდება აი გამორიცხულია რომ წელსაც იგივე შეცდომები დაუშვათ შარშან და შარშან წინა იმის წინ მეორეზე მგონია
ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ასტონ ვილას გამყავს მეორეზე, იმიტომ რომ ის ფეხბურთი რასაც აჩვენებს ამ ეტაპზე და დღეს მოდი შევთანხმდეთ რომ ასტონ ვილა არის გუნდი. ძალიან კარგი გუნდი, მოდი შევთანხმდეთ, უნაი ემერი არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი. ერთადერთი საფიქრალი ის არის, რომ პროფესიონალი აღარ ტოპ გუნდს თუ არ წვდის. სადაც მივიდა, ხო, ნუ არსენალში არ ქონდა შედეგი, PSG-ში არ ქონდა შედეგი, მაგრამ სევილიაში ქონდა. აბა რა პარი სენ-ჟერმენი, რა დაცვაში ჩაჯდო, ვისთან, სად? ეს იცის ეს სიტყვები საიდან არის? ატიაგო სილა. 6-1 რო უგებს ბარსელონა კომენტატორი მაგით ავტაურებს თამაშს. მაგიტომ მგონია რომ აი და ნუ როჯერსი არის აი ერთადერთი ყველაზე დიდი სურვილი ეგ არის რომ ჩელსი ესე იგი მიშო ჯიბლაძეს და სერ ალექს ჯერავთ ასტონ ვილას წარმატებული. ასტონ ვილას წარმატების ფიჭური. მეც მჯერა ვარ მეოთხე ადგილზე რა. მესამე ადგილზე მყავს მანჩესტერ სიტი რომელიც ნუ მე სიტია და მესამეზე გავა მე მგონია რომ რაღაც მომენტში უფრო ჩემპიონთა ლიგაზე შევა გადაერთონ და იმ რომ მიხვდებიან რომ აი 9 პრემიერ ლიგა აქვს მოგებული. აჯავრე ხა ცოტა ხანი. ხა სადმე თუ უნდა მოინდომო ლიგაზე. მეოთხეზე მყავს ჩელსი და მეხუთეზე მყავს ლივერპული, რაც არ ვიცი ხა რა შეიძლება პირიქით იყოს მეოთხეზე ლივერპული, მეხუთეზე ჩელსი. მე მგონი ზედმეტად კაი გუნდია ლივერპული იმისთვის რომ მეხუთე ადგილზე დაამთავროს. ხო, მაგრამ ძალიან არ მოწონს მაგრამ 9 მილიარდი დახარჯეს სადღაც. კი, მაგრამ ნუ აი ვირთს აკრიტიკებდნენ ამდენი ხანი და ეხა დღეს ეცოთ ერთადერთი ფეხბურთელი მე მგონი ვინც ფეხბურთს თამაშობს ლივერპულში, იმიტომ რომ არა ეკიტიკ. ეკიტიკეც კი ბატონო, მაგრამ დაცვაში პრობლემები. სალაჰის პრობლემა არის პირველ რიგში მოსაგვარი. რა უნდა გააჩუმონ, უნდა გაუშვან რა. მე ვაფშე პრემიერ ლიგის ხო იცი რა, ჰეითერი ვარ პირდაპირ ვამბობ და ჰუგო ეკიტიკი არის ერთად არა, კარგი ბიჭია ზან. ერთი არ გასვამობ ახლად მომწვევი. მესამე ადგილზეა ბომბარდირთა დავარს თორცნად. მარტო ბომბარდირთა დავაზე არ არის, ანუ ფეხბურთს თამაშობს ეგ ტიპი ლამაზად და ბილდაფებშიც კარგია. პრობლემა რას მდგომარეობს? აი ახალი ფორვარდები რა, ისაკი მივიდა ლივერპულში, განაუცხოეთიდან მოსულს ვიძახი მარტო. ისაკი გადავიდა ლივერპულში, ხო? ნუ ჰალანდია, მაგრამ აი სხვა ტრანსფერებიც რო აიღო ფორვარდების სახით. ეკიტიკი გამოდგა ერთადერთი, ვინც თავის საქმეს აკეთებს ელიაში და გადახდილთ. ეხლა ბრაიან არა, ფორვარდებს გულისხმობ, ეხლა ეს ბრაიან ბიუმოვი და შეშკო და ანუ აბსურდი, გიოკერეშიც აბსურდია საერთოდ, ეხლა დამიდგეს არსენალის ფანი და მიხსნას რომ გიუკერეშს რა თმინდა შავი სამუშაო ცხრიანი აცვია გოლი გაიტანა და დამთავრდა. ჟუაო პედროს ერთადერთი ეგ ვისაც ეპატიებოდა არის ბობი ფირმინო, ჩემი აზრით. კი. და იმიტომ რომ ბობი ფირმინო 10 გოლს იტანდა და 15 ასისტს აკეთებდა და არა ასისტი ერთია და რაღაცა სულ ანუ რო არ ელოდებოდი ყველა მომენტში რაღაცას ეს მოგიფიქრებდი. მან ეს აქ ნათქვამი რომ მე და სალაჰი რო გურსო ვერ ვინაწილებდი. ეს რო არ ყოფილიყო ისინი დახოცავდნენ ერთმანეთს, ეზიზღებოდათ ერთმანეთს. ასე ვთქვათ, არიგებდა და დაგეძახა ჩემთვის მოგარიგებდით. ნიუკასლი მარტოვე მყავს, ხო? შევაჯამოთ ყველას გჯერათ არსენალის ჩემპიონობის ჩემპიონი. და ნიუკასლი მყავს მარტოვე. ჩას ჩემპიონთა ლიგის ზონაში. მე აუხსნე რატომ? არ სიტი არსენალზე რა მგონია კიდე, იცი, აი როგორც ფორმულა 1-ია, ხო, იცი, აი როგორც არ უნდა იგებდე და როგორც პირველზეც არ უნდა. სიტი არის მაქს ფერსტაპენი, ხო? რო უკან ფერსტაპენი მოყვება, უკვე გეწყება რა, რულის კანკალი და ისე კანკალი და ეგეთ პონჩია სიტი რომ მოყვება თან რამდენი ექსკულაშია, ხო? ბიჭო, აკანკალდა არსენალი, მოხდა ეგ. აკანკალებს. ეხა გაიარა. ეხლა გადის სიტი. მე სიტიმაც ვერ მოიგო. მაჩა კრისტალ პალას ვერ მოუგეს. ჩელსის თორე მაგარი შანსი ქონდა სიტის, რომ ეგ მომხდარიყო, რაც დაემართა მაშინ ასტონ ვილასთან რო წააგო. რაღაც მომენტში, რაღაც ეტაპზე ხო 3 წელიწადია ხო იბრძვის ჩემპიონობისთვის მოვიდა დრო არსენალი, რაღაცა რაღაცა სულ და მეરે ბოლოში ჩავარდნები ასტონ ვილასთან დაუწდა ბორნმუთთან რეალთან დაუწდა. ორი ჯარიმა და მეરે რაღაცა ესე გამოვარდნა, ვითომ თან როგორი გამოვარდნა, იცი? უბრძოლველად და რაღაცა ხო რაღაც დროს ხომ უნდა შეიცვალოს ეს ყველაფერი, ხომ უნდა მე მგონი რომ წელს ასანი მოიგებს და მე 5 წელი კიდევ ვეღარ მოიგებს. კაცო, იმ დროს პატარა ვიყ, ამ დროს დიდი ვარ. ჩემი დრო აღარ მოვიდა. ხო და რავი, მე ერთი რასაც ვიტყვი ნიუკასლზე, იმიტომ ჯერა რომ ნიუკასლს რო უყურებ, ერთადერთ ტრადიციულ ინგლისურ ფეხბურთს, აი რასაც ინგლისური ფეხბურთი თქვენ მგონია რომ ის გუნდი თამაშობს. ფლანგიდან ჩაწოდებები. ჩადა დენბერნი მოფრინავს ეს 2 მეტრიანი კაცი და თავით გოლი გაუტანა ტოტენჰემს მოჭრა. ნორმალურია, კარგი გუნდი. ბიჭო, მე მომწონს, იმიტომ რომ მე კი ამჯერა რომ ბრუნო გიმარაშვილი ბრენფორდი არავის არ ყავს, ხო? და ბრენფორდი გაგიჟდი. მანიბოლზე აწყობილი. ბრაო დეგარი რა რომ ჟოელინტონი და ბრუნო გიმარაშვილი ეს ცხოველი ნახევარმცველები, ანუ ფონს გადიან რა. და პლუს მაგას სკამი, მაგარი სკამი. პატარა ლუდომანი. მაგარია ტონალი. სკამი მაგარი ყავს, ანუ მე მაგას ვიძახი რა, რომ ძალიან კაი ის ყავს ბექაპ თავდასხმა ყავს, ანუ ჰარვი ბარსი რო ყავს შეცვლაზე.
პრემიერ ლიგის გუნდს, რომელსაც პრეტენზია აქვს ხუთეულში მოხვდეს. ჰარი ბარს დიდი შემოწმებულებოდა ჩელსის ჰარი ბარს. ძალიან კაი. სამას კიდე ჰარი ბარსი ანუ ყავს ჩელსიში. აი ეგ არის, აი მაგას შეგვაჩვენე. ასეთი ფეხბურთელები, რომელიც პრემიერ ლიგაში რო შემოვლენ, რაღაცის შეცვლა შეუძლია. ნიუკასლს ყავდა მწვრთნელი ყავს, სასთავარია ძალიან მაგარი. ედი ჰაუ არის ძალიან მაგარი მწვრთნელი. მაგიტო გამყავს რა ნიუკასლი. გონია. იმსახურებდა ნიუკასლი ერთი გაიწელა პრემიერ ლიგა, არ გვიყვარს ესე ძალიან პრემიერ ლიგა. გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე რა. გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე და ჩემი აზრით შემდეგი კითხვა საკმაოდ ცხელი გამოვა რა. შეძლებს თუ არა თავისი კრიზისის გამოსწორებას რეალ მადრიდი, მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპული. მეორე ვინ თქვი? ლივერპული, რეალი და იუნაიტედი. მეგობრებო, არ ვიცი. მე მიწერია ლივერი კი რეალს რო უნდა და მე ხიშტი მიწერია. მე просто დავნომრე ვინ როგორ გამოასწორებდა. მე ხიშტი მიწერია. მესამეთი ვიწყებ, ანუ მგონია რომ არც ერთი არ გამოასწორა. ბიჭო მე დაჟე დამიზარა ხო ხტები მანჩესტერი დაწერაც კი. და მანჩესტერი მიწერია მეოთხე. აი, მოდი დავიწყოთ. ჭუკი, რატო ფიქრობ, რომ ლივერპული გამოასწორებს თავის პრობლემებს? მე გეტყვი ხა რა მდგომარეობს აქ სიტუაცია. შარშანდელი ლივერპული იყო ინერცია კლუბის თავიდან ბოლომდე. ეს არის უჯირო. ყველა მიცის. ოჩა, ნიკა, კარგი დასაწესია. ყველა მიცის. ეხლა ნახე არნე სლოტის ხელში. არნე სლოტის დაკნინება არის ძალიან აი ისეთი მომენტი, რომ მაგ ინერციასაც შეერჩუნება უნდა, მაგრამ ეგ შეძლო იმ ადამიანმა, რომ თავის ამბიციები არ მოახვია. რეალზე თუ არ ლაპარაკობს, ლოგიკა აქვს. არ მოახვია თავის ამბიციები გუნდს და ეხა ისეთი ფეხბურთელები ყავთ ნაყიდი, რომ დრო ჭირდება უბრალოდ. სადღაც ეს სალაჰით შეიცვლება აი ვანდაიკის ყოველთვის მჭირა. ერთი პრობლემა რაც არის კონატე. კონატე და პრემიერ ლიგა ხო ნუ ეს პრემიერ ლიგის სცენია კერკესში გადახდილი ამ ხელაფული ვაფშე აბსურდია. თორე არანაირი პრობლემა მე არ მგონია რომ იქ ფრიმპონგს აქვს. ფრიმპონგი ითამაშებს ფეხბურთს. ჩემი აზრით ისაკის დამტრევა კაი იყო ლივერპულისთვის. არა? იცი რა არის? დამტრევა ერთმანეთს უშლიან ჩემი აზრით ისაკი და ეკიტიკე ერთმანეთს ხელს. ბიჭო მენეჯმენტს წარმოიდგინე 130 მილიონი გადახდელი და დაგემტრა ფსიქოლოგიურად რთულია. კენდალ ჯენერი ხო ყველა არ იტყოდა რომ საუკეთესო ფეხბურთელიაო ისაკიო რა და ხო ეთქმის ამ ხალხს სიტყვა და ეჯერება მგონი. მე NBA-ში ვიცოდი რომ კომპეტენტური იყო. არა ისაკიო ასამო. ბიჭო არა სერიოზული პრობლემაა მენეჯმენტის რომ როცა 2-1 ფორვარდ წიგლობ ამ ხელაფასად რა ანუ შეუშლიან რაღაც ეტაპზე შეუშლიან ხელს და ეგრე იყო რა და ეხლა რომ დაიმტრა ისაკი რამდენი ხანი არ იქნება ხო? არა. ну короче, кай ხანი იქნება. მაგ მომენტს უყურებდი რომ არა ნახე მაგ მომენტს უყურებდი რომ დაიმტრა შეაგდო და დაიმტრა რა მაგ თამაშს უყურებდი. როგორც იქნა გაიტანა და დაიმტრა. პირველ მომენტში მეგონა რომ ეს ტიპი всё დამთავრდა მეთქი. ისე ცუდად ჩაუტრიალდა ფეხი. ვარდნი ხო კოჭი ჩაუტრიალდა ვარდნის დროს, მაგრამ საბოლოო ჯამში ისეთი მძიმეც მეგონა ფიზიკურად ჩემი აზრით ძალიან სუსტია. და ზედმეტად გავა. ესე ეკიტიკეს რო შეხედავ ეკიტიკე უფრო თხელი. არ ვიცი ისაკი რავი ისაკს მე არ თამაშობ პრემიერ ლიგაში თუ არა. არა, ხო მე და შენ დათო ხა გაგვიჭირდება იქ. და მადრიდის რეალსაც შეეხება. ახლა თაკარგავს ლოგიკურობას. არა, არაფერი ლოგიკურობას არ დავკარგავ. მე ობიექტურობას ყოველთვის ვინარჩუნებ. თქვი ყველაფერი. მე თავიდანვე ვიძახდი, ვინც ვიცნობთ, ყველას გეუბნებოდით, რომ ბაპეს მოყვანა საერთოდ. კი, ბაპე, დაჟე ხმამაღლა ვიტყვი, რომ ამ წამს მგონია, რომ არის სოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. მაგრამ ბოლო 7 წელს აი 2022-ში რა გითხრა. უბრალოდ ეს ტიპი არ ჭირდებოდა ამ გუნდს, იმიტომ რომ ლიგა გაქვს მოგებული. ვინისიუს და როდრიგო არიან აი. უსაშიშესი დუა. კაც ბელინგემი ყავს, რომელსაც გაქვს. აურაცხელი რაოდენობის გოლები. იქ კლასიკოს ატრიალებს. არა, იმის მერე ბელინგემი აღარ არსებობს, ჩემი აზრით, ჯერჯერობით. მოყავთ ბაპე. აი ასკდებიან ეგუებით ერთმანეთს. ბელინგემი აღარ არსებობს რა. ბიჭო, ანუ შენ ყავს ბელინგემი, რომელიც მოდის ბომბარდი. მოდი აგიხსნა. მე რატო იცი აი ბელინგემი აღარ არსებობს ეს ტიპი გამოყოლა. შეადარე 200 სიტყვებით ლანძღავენ. შეადარე 2022 წლის ბელინგემი. პედრის აღმერთებენ, რა სტატისტიკა აქვს ასეთი რომ ბელინგემი მკვდარია. აი, მოდი სტატისტიკა არ მაინტერესებს. მარტო რიცხვებს არ უნდა უყურო. რიცხვზე არ არის. მან აქვს მნიშვნელობას რა ეფექტს ახდენს ფეხბურთელი ჩემი აზრით. როცა ნახევარმცველზე ვლაპარაკობ. ფეხბურთელი თავის ადგილზე არ დგას გუნდში.
ანუ რეალი ხა ისე ადგილზე არის, არავინ თავის ადგილზე არ გასვა. ამ კაცს მივდივარ მაგამდე, ხო შეიძლება თქვა. არაფერი. ანუ მაგ კაცის ადგილი საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ცრუცხვიანია. ბიჭო, რაც ცრუცხვიანი არა. როგორც კი გახდა ტიპი. შეტევაზე არა, ნახე შეტევაზე. როგორც კი 4-3-3-ში გახდა ტიპიური ნახევარმცველი დაიკარგა. შეტევაზე ორიენტირებული თუ არ არის ბელინგემი თავიდან ბოლომდე და გასაგებია, დაცვა და ხა ბაპემ ეგ ყველაფერი გააკეთა თუ არა ბაპეს მოსვლა. ბიჭო, არა მარტო ბაპეს მოსვლა, აი დაცვაში, რავი, ახლა ბაპეს მოსვლა. დაცვას თავი დაანებე, მოდი ჯერ ამას შევხედოთ. ნახე, ობიექტურად რო შევხედოთ 2 წელია რეალს დაცვა არ აქვს. შესაბამისად დაცვა რო არ ყავს, მაგის გამო ნახევარდაცვაც არ ყავს, იმიტომ რომ ნახევარდაცვა დაცვაში თამაშობს. ეგ ერთი და მე მეორე ვალვერდე რო ეხა სად წინ რო დგას და სად მარცხენა მარჯვენა მცველად რო თამაშობს, სად ის ვიღაცა ფლანგიდან კარვახალი რო მოდის და შეტევას იმას რო ერთვება და ამ ხელა ის დამატებითი ძალა არის, ეხა არავინ თავის პოზიციაზე არ დგას, ყველა დამტრეულია, რუდიგერი, ალაბა, კარვახალი, სულ ყველა დაიმტრა, ვიღაცა ახალი ტიპები, ახალი სახელები მოვიდნენ გუნდში. ხო, ხუის ყველა ვიდეოში სხვადასხვანაირად ვეძახი ჰაუსენს სახელს. რეალში რაღაც ხდება ის. თქვენ არა მოგივიდათ ზედან თუ არა, ჩემი ბრალია მე. რეალის ფანებს იმას ასენსიო ხო თუ რა გვარია? აულა რა გიჟია. ჩი რუდის ეგ მომავალი რამოსიო. ბატონი სერგი მეუნებოდა. მე ვამბობ ესეთ რაღაცას. ხასიათი აქ. ხასიათი მაგარია. ხასიათი რა ხასიათი პედოფილიის გამო იძიებენ საქმეს და დაიჭერენ ცოტა ხანში. რა ხასიათი? არა, ხასიათი მარტო აშვილის, იმიტომ რომ არა, მე უბრალოდ რა ის თქმა. ახლა მასე დაიჭირეს ეგ გრინვუდი და მანჩესტერს არ ეშველება. ობიექტურობას ხოლმე. მადრიდის რეალი, რომელმაც ბოლო ჩემპიონთა ლიგა მოიგო, სადაც ვინისიუსი ლიდერია, ბელინგემი ლიდერია, როდრიგო იმენა შეფარულია იქიდან. მაგის მერე მოიგეს დორტმუნდთან ფინალი, სადაც კარვახალს და ვინისიუსს გააქვთ გოლები. იქამდე ნახევარფინალში ვინისიუსს ვერ აჩერებენ. იმ სეზონში ბელინგემი დაფრინავს. მოიცა ნახევარფინალი ბაიერთან არის ხო? და პირველ თამაში ძალიან მაგარი თამაში ჰქონდა. გოლიც გაიტანა კროუსის იმპასით. კიმინჯეს რო ძინავს მართალია, მაგრამ სინავს არა, ბევრს მეტად ეღვიძა. ფინალში გაგვიყვანა, ვინ გაგვიყვანა ფინალში? ნოიერმა. ანუ ნოიერმა კი ბატონო. აი ახლა ნოიერ. ხოსელუ მაშინ ვინა მაგ გოლს, კაროჩე, რა ვიცი, მიმიშვი გავიტანა. აი, პიკი მე რა არ მომწონს რა გადაჭრით მბაპეს, ანუ თან ამბობენ რომ გადაჭრით საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში და თან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ბრალია გადაჭრით რეალის არ ჯდება მე მგონია რა. ან ნახე მაშინ არა მე რას ვამბობ იცი მაშინ ვინისიუსი აღარ უნდა გყავდეს. მე მახსოვს მაგრამ ვინისიუსი როგორ არ უნდა გყავდეს. თუმცა ორი ლიგა მოგაგებინა. მე მაგას წავიდა რეალიდან და რეალმა რო თამაში დაიწყო და იქ რაღაცა გარეთ ბეილს რო ჯარიმა გაქონდა თუ ვიღაცა რაღაც ჯარიმებს რო ხვდებოდა. აი ახლა ნახეთ და დაიწყო რა მე რაღაცა ახლა დავიწყებ რეალის ხომოგობას. ანუ უბრალოდ რეალი გაღიზიანებთ, მე ხან იმას მოიმიზეზებთ, ხან ამას მოიმიზეზებთ, მე ააწყობ თეორიებს, რატო იქნება ცუდი გუნდი, რატო არ ეშველება არაფერი და ეგ არის. მე გეტყვი ვინისიუსი რატო შენ ლაპარაკობ ახლა სუბიექტურად. გასაუბრებო არა, მე ვიცი რა შევეთანხმები რომ რეალი ზოგადად თამასა არის ძალიან აწეული. რა თქმა უნდა, ითხოვენ რომ მაქსიმალურად. რა თქმა უნდა, მაგრამ ნახე მაგ ამბიციურია, როცა ყავს ანჩელოტის ნაირი მწვრთნელი რო წვრთნი და ამდენი ხანი მაგამდე ზიდანი რომ ეს გუნდის ლეგენდა იყო და გუნდმა შეუწყო. 3 ლიგა მოიგო ზედიზი. 3 ლიგა მოიგო და როგორც წვრთნელი ის ლეგენდა გახდა ფაქტიურად ეგრე შეგვიძლია ვთქვა. ნუ არლო ანჩელოტი კიდევ სოფლიოში, რა ვიცი, ერთ-ერთი მართლა საუკეთესო არის არა ისტორიაში. კი, ისტორიაში ანჩელოტი სამეულში არა, აუცილებლად არის რა სამეულში ორშია. მოყვანაც სწორი მეგონია, მეგონა. გაშვება არა. გაშვება ძალიან არასწორი არის, არბელუას დანიშვნა არის აბსურდი, იმიტომ რომ არ ვიცი არბელუა. როგორც აქამდე სანამ დავიწყეთ პოსტკასტს ვამბობდით რომ როგორც ფეხბურთელი არ ვარგოდა და ახლა ეგ არა არგუმენტია. კი ბატონო, ნუ ხო, არა, ეგ არ არის არგუმენტი, გესახები, მაგრამ არგუმენტია რატო იცი? აი რეალში ისეთი დონის ფეხბურთელები არიან რა. ან მწვრთნელი უნდა იყო უკვე ძალიან ჰაი კლასის, ძალიან ჰაი კლასის. ან ფეხბურთელი უნდა იყო უკვე ისეთი, რომ რავი რა. გუნდიაო, სადაც გასახდელში შენ გჭირდება ისეთი ავტორიტეტული მწვრთნელი, რომელიც ხო ხდები ერთ გადმოხედვაში განიშნებს, რომ ან გაჩერდები, ან არ ითამაში. იქ მბაპეს ემოციები და მბაპეს ეგო არ უნდა ლაპარაკობდეს. კი ბატონო, ამიტომაც იურგენ კლოპი არა რეალურია ამ რეალში. აი, როგორ წარმოგიდგენია, ანუ ვიდეოში ვამბობ რა, როგორ წარმოგიდგენია აი მბაპე და ვინისიუსი რომ გეგენპრესინგზე გიჟივით დარბიან და ყველა კუთხე კონკურსში რა. რომელიღაცა არ ირმეს აუცილებლად. რომელიღაცა წავა გუნდიდან და მაგედო. მბაპე უნდა იყოს წინ, უნდა ქონდეს ყველა სრული თავისუფლება, დანარჩენმა გუნდმა უნდა იმუშაოს
ბაპეზე მაგრამ მაშინ მოიყვანოს ხვიჩა და ხო, აი ხვიჩასნაირი ფეხბურთელი მარჩა მე მირჩენია ბევრად ყავდეს ხვიჩა გუნდში ვიდრე ვინისიუსი რომელიც არის ჩემთვის ეგ ამ მოცემულობაში იძახი შენ ბაპესთან ერთად. არ, ჩემთვის. ზოგადად ცალკეც არ მომწოდა არა. ხო, ჩემთვის ვინისიუსი აი ყოველთვის რაღაც ესეთი ფეხბურთელი იყო, აი არგესიანი. შენელებული მოქმედების ნაღმია რა, ანუ როდის აფეთქდება არის და ხომ არა არ მისმის, არა. რანაირად მაგას ვერ ვიგებ. ორი ლიგას რომ მოგაგებინებს კაცი მე გინდა აფეთქდეს და გინდა დაჟე მეცაც გეტყვი რა. პირველი ლიგა ვინისიუსის ის დიდად არ არის გამსახურება. აი მან ბენზემამ გვათხრია ყველგან. ხომ არა ხა ბენზემა სიტისთან ვინა ფერნანდინიოსთან ვინაკეთებს იმ ყველაფერს. არა სიგიჟეა ვინისიუს სასწაულზე მაგრამ ნახე ერთი რაღაცა მინდა რა რომ თქვა მე ვიძახი რომ ბარსელონას ფანი ვარ მაგრამ ობიექტურად ასეა ფლორენტინო პერეზე დიდი მენეჯერი პრეზიდენტი საფეხბურთო ისტორიას არ ახსოვს მაგრამ არის მეორე მხარე ეს ამბიციები იმდენად გაიზარდა ორჯერ მოხდა ეს ყველაფერი ერთხელ მოხდა როცა გალაქტიკოს აყალიბებდა და რომელიც პროექტი ჩავარდა და მეორედ მოხდა ეხლა ამბიციებზე მელაპარაკება კარერასი ჰუისენი და გვარდსტონი მახსოვრებს ჰუიზენამდე გეტყვი მადრიდის რეალი უცებ დინათელი წელი. ო მარა ანუ ხარ მოდი დახევთ შევხედოთ მადრიდის რეალი უცებ ხდება გუნდი მადრიდის რეალი უცებ ხდება გუნდი სადაც არიან ვალვერდი კროსი იქ ვინისიუსია მოდის ბელინგემი როდრიგო ეს გუნდი არის აი უმაგრესი საყურებელი იმენა მადრიდის რეალი აი სუფთა მადრიდის რეალია და უცებ ეს ამბიციები რომ ამდენი წელი გვინდა რომ ბაპე ვიყიდოთ მოდი ბაპეც ვიყიდოთ და ბაპეს ყიდულობენ მოყავთ უფასოდ ანდროს ვინისიუსი ნუ ვინისიუსი მე მესმის ვინისიუსის რა თქმა უნდა როცა ფიქრობ მე მოგაგებინე ორი ლიგა მექნება ამბიცია რომ მე ვარ შენ ასამბლო რომ ფლორენტინო პერეს არ უნდა მithumetes უფასო ან ჩემი აზრით სოფლიო საუკეთესო ფეხბურთელი უფასოდ გუნდში მოიყვანო და იმის შიშის გამო რა ახლა ჩემი აზრით შეცდომა იყო არ გეცნობ ვიტო არ იქნება შენ არაუზოს მე მენეჯერი იმის გუნდის იმიტომ მოიგებს ბაპე ჩემპიონთა ლიგას აუცილებლად მაინც ვერ მოგობ რომ ბაპე არ უნდა კი უბრალოდ ბაპე დაასრულებს კარიერას ჩემპიონთა ლიგის გარეშე არა ნახე საუბარი იმაზე რომ ბაპე ბრალია და ხამ ბაპესის და ეს ამის საუბარი ყველა შეგვიძლია და რა თქმა უნდა ამას უნდა ვისაუბროთ მაგრამ ანუ არ უნდა მოეყვანა ბაპე უფასოდ რომელსაც იზარხი საუკეთესო ფეხბურთელია გუნდში იმის შიშის გამო რომ დედა ვერ მოიგებს რა ახსისულელია ეგ არ მუშაობს რამდენად რეალური არ ვიცი მაგრამ როგორც იწერებოდა ვინისიუს უნდა ყველაზე მეტად მბაპე რეალში რა თავიდანვე ვარჯიშთან თავისთან ერთმანეთს ვერ იტანდნენ რა ვერ იტანენ შვენიერი ქიმია აქვს და შვენია რომ მაგის მჯერო როცა რაღაც ერთს მეორეს პასით გააქვს გოლი და ძალიან კარგად რა ქიმია ვისა ქიმია ახლა შენ მარტო იმასაა ქიმია კუბარსის და იმას მოკლედ რეალ ერთად ძალიან გადაუხვიეთ თემიდან და ბოლოს ხიშტი მეთქი ერთი წამი ანუ კითხვა არის ესეთი შეძლებს თუ არა რეალი აუცილებლად შეძლებს ოღონდ ალბათ 1-5 წელი დაჭირდება რა 2022 წელს რას გულს გამოსწორებაში აზრობენ ამას მოიგებს ვერ მოიგებს ტიტულს ვერ მოიგებს არბელოა თუ არ წავიდა არა რაც არ უნდა წავიდეს არბელო რო წავიდეს ვინ მოდის ტოპი რომ მოიყვანონ ვერ მოიგებს ანუ არბელომ რო დააყენოს როგორი რეალიც აი მაგაზე უკვე იხურე და ალბასეტესთან გავარდა всё მორჩა ალბასეტესთან სულ არბელოა გავარდა შეჩემა კი არა აბა მე გავარდი მე აგებზივარ სერგისთან ვარ პოდკასტში ეხლანდელი პრობლემა არის ის რომ გუნდს ხასიათი აღარ აქვს რა ანუ ფეხბურთელებს რაღაც ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და არავის აღარ უსმენ და იმ თამაშს არ თამაშობენ რასაც თითქმელი გეუბნება და დღევანდელ ფეხბურთში ეგ არის ყველაზე გადამწყვეტი რა მბაპე არ უნდა ყავს მანჩესტერზე აღარ გადავდივარ გადავალ ყველაზე გემრიელი ბოლოს მაქვს დატოვებული უკაცრავად მანჩესტერის ფანთან ეს საკითხი ამოვაგდეთ ეხლა სხვა თემაზე გადავდივართ მანჩესტერს მართლა რანაირ უნდა იშველოს მე ვუხდი მე გეტყვი რა უნდა იშველოს გლეიზერებმა უნდა გაყიდო მუდი და დაალაგდეთ მაქამდე არ აყიდეს ძალიან იშვიათ შემთხვევაა მე რო ვეთანხმები კრისტიანო რონალდოს თურმე მართალი ყოფილა ანუ თურმე მართალი ყოფილა კი არა ტიპს ანუ ყველაფერი კენედის ყოლობად შეტენეს კრისტიანო რონალდოს ანუ იმდენად ყველაფერი იმაგას და არა просто სუდად ჩანდა ხო ხტე ფეხბურთელი ხარ ჯერ და ესე ლანძღავ გავიგი მაგრამ და ლანძღავს სწორედ ორგანიზაცია ინდონეზია დაეცა რომ კაპიტანი ბრუნო ფერნანდეში გამოდის და ფეხბურთელები თუ დაცვით უკმაყოფილოა და მენეჯმენტი პირდაპირ ამბობს და მეტი ჩამოქცევა თუ იცით სახურავი გააკეთეს ოლტრაფორდზე არ ვიცი ვირთხები რო დარბიან ვიცი რა სახურავს გააკეთე სახურავი კი არა ის ყველაზე აბსურდული ფაქტი ხო ის არის რომ აი დათოს და ჩემი კოლეგი გიორგი ბარბაკაძე რო ყვებოდა რომ მართლა ანუ მილიონები თუ 2 მილიონი დაზოგესო სტაფისთვის საჭმლის კუპონები აღარ მიეცა
ხო, ნუ მარაზმია. საერთოდ მანჩესტერის აი, რაში ხედავთ მანჩესტერის საშუალს? გარდა იმისგან გაყიდეს რა გინდა საკონტროლო პაკეტი. ახალი მენეჯმენტი და სრული რეორგანიზაცია. ეგეც გააკეთეს. სრული რეორგანიზაცია. არა, სამედიცინო ბაზიდან ეს იქნება მწვრთნისა ექიმები, იქნება ინვენტარი, მიდგომა ზოგადად, ყველაფერს განახლება უნდა. ანუ რონალდო რას ამბობდა, რომ იმ ყველა ის ყველაფერი ხო, რაც იყო, რაც იგივე დამკვდა. და ხა ყველა იმას ვთქვობს, სად რაღაც ახალი ის გააკეთოს, ახალი მიგნება გააკეთოს, კიდე 100%-ზე კი არა 100%-ზე გაიყვანოს ფეხბურთელის ორგანიზმი 70 თამაშს თამაშობენ სეზონში. თან გუნდი, რომელსაც ყველაზე დიდი ფან-ბეიზი ყავს. ყველაზე დიდი ფან-ბეიზი ყავს, უზარმაზარი მთელი აზიიდან ყველაზე დიდი ფული შეძდით ბიუჯეტში. ანუ ეს სხვა არ არის რაღაც პატარა თანხაზე ხო არ ლაპარაკობ. ანუ ფული სულ აქვს მანჩესტერს, მაგრამ შენ ადექი და ხედვა აქვს ძალიან კუნიაში მე კუნიას დიდი პატივისცემა შენგან არა რა 85 მილიონი კუნიასი რამ ბიუმოს 75 ეს პრემიერ-ლიგა მაგიტო არ მიყვარს მაგრამ ანუ გაში ეთანხმები ხო ერთ რაღაცას ვიტყვიმე და მანჩესტერზე ვამთავრებ საუბარს პეპე მაროტას ისტორია არის ან მაგის გამოხატულება ინტერიდან რომ ონანას ყიდულობს რომ პეპე მაროტამ ვიჯექითო და ვფიქრობდით ონანას გაყიდა 15 მილიონიო ჩვენ წვის სურპრიზა და დარეკესო და 25 მილიონს ვიხდიო და ჩემმა ასისტენტმა მოდი 40 ვეთყვი. და დარეკეს 2 წუთში კი ვიხდით. ანუ ეს არის ეგუნდი. რომ ადგენენ და ანდრე ონანა შეიძლება გადაიხადოს 40 მილიონი. არ და ანდრე ონანა კარგი იყო ინტერში. სად? ონანას ფოტო იდო რო გადავიდა. არ მახსოვს რომ აიაქს ონანა ხო დოპინგის გამო აიაქსი იყო. შენ აიაქსი არა, გადარჩა მაგას. ჩემ სოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებში რო უბნის ფეხბურთის გამო გააგდეს. ეგ არიცი? სოფლიო ჩემპიონატი 2022 წელს სოფლიო ჩემპიონატამდე ეს ტიპი უბანში თამაშობდა ფეხბურთს. და ნაკრების მენეჯმენტს თავი ხوارაფერზე მიგირტყიოდა. გამყი და გამოაძევეს ნაკრებიდან. ოთან ითამაშა პირველი თამაში. სოფლიო. არც თამაშია. კი, არ მახსოვს. და მახსოვს რომ რაღაც მე მგონი იყო. პირველი თამაში მე ამოარტყეს პანჩური. იმით რა. მოკლედ, დასკვნა. ლივერპულს ეშველება. არა, რეალსაც ეშველება ეხა და მანჩესტერს არაფერი არ ეშველება. ჩემი აზრი არის რომ წლევანდელ წელს ვერც ერთ გუნდს არ ეშველება, ვერც ერთი გუნდი ვერაფერს ვერ მოიგებს. ვერც ერთი ვერ მოიგებს ტიტულს, რეალი ღრმად უფრო და უფრო გაარსკავა პერიოდი შევა კრიზისში, საბოლოოდ გამოვა, მაგრამ ის იქნება მომავალ წელს ან იმის შემდეგ წელს. ეს მე საგარელი იყო. თქვენ ალბათ შევხვალთ ახლა თვარის დაბნელებაში. მანჩესტერ იუნაიტედი 2013 წლის მერე. კიდევ ერთხელ ბოდიში მანჩესტერი. კი, მე ისე ვინი ფიქრებდა რომ ყველაზე კაი მანჩესტერი მოურინიოს მანჩესტერი იქნება. ხო. იმ ყველაფრის მერე? ალექსის მერე საუკეთესო გუნდი მოურინიო. ხო, 2013 წელს ევროპა ლიგა მოიგო და ბოლო-ბოლო ხო რაღაცა ამბიცია მეორე ადგილი. თან კაი მეორე ადგილი არა. საეჭო კი 12 ქული წააგო სიტისთან პრემიერ-ლიგა. ესე იგი მოურინიოდან დაწყებული ტენჰაგი და არავის და რონალდუ ყველა რაღაცას ამტკიცებს რომ არა ამ გუნდში რაღაცა რიგზე და ანუ ეს ნაგლად აჯერებდნენ თავიანთ კომაგებს რომ არა იმათი ბრალია რონალდუსი, მოურინიოსი, იმისი, ამისი. ხედავ უბრალოდ რაღაც იმის რა სიზავენი ხარ? რა მაშინ უბრალოდ უნდა თქვა რომ აღარ ვარ მანჩესტერის არა, აღარ ვარ, არა, ის არის. ანუ მანჩესტერი ისეთ მდგომარეობაშია, მანჩესტერის კომაგმა არ უნდა დაიცვას მანჩესტერი პირიქით უნდა დაგეთანხმოს იმაში რომ რაღაცა შესასრულია. ჩემს გეთანხმებიან კიდევაც ყველა ეტაპი. ეს ბოლო 6 თუ 1 წელია მაქსიმუმ თუ მანამდე. არა, მე ვიცი რომ მანჩესტერის ფანებს კაცო რომელსაც ხო ნუ აზრი არ აქვს ჩემი ასეთ ჯერჯერობით. კარგი, გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. შემდეგ კითხვა არის ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას წელს. სავალდებულო ვარიანტები არის არსენალი, ბარსა, PSG, რეალი, სიტი და ერთი თქვენი. რაშო ყველა იგებს ლიგას? ხო ხუთი ვარიანტი ქონდა. არა, შემოივლუჩე. აუ ამას რა უწერი რა. მე მეუბნება ნათავხები. მე 6 გუნდიც უნდა დავწეროთ? ხო, რაც გაგიხარდება. მე არ დამიწერია სხვა შორის 5 გუნდი. მე 6-ე? 3-2-1 თუ გინდა. და თამამი ვარ ჩემ პოზიციებთან მიმართებაში. ვინ დაიწყებს? შენ დაიწყებ ისე? არა, თუ გინდათ მაქინან დავიწყოთ, მაგრამ მე შემოატრიალო რომ თამამი ვარ. სხვებს არც განვეხილავს ხებს. ეს უბრალოდ რომ მიყვარს მაგიტო დავწერე აქ. ანუ მე აქ გთხოვთ აი ეს უშუალო სიტყვები არ მიწოდოთ, იმიტომ რომ დამავიწყდა რომ ბაიერნიც იყო და ამიტომ დავწერე. აუ გიჟდი. მოდი ვინ დაიწყეს? მოდი რაღაცა შევცვალოთ და სხვამ დაიწყოს. კაი, დაიწყო. მე დავიწყე. კი ბატონო. რადგანაც ინიციატივა. კი ბატონო, კი ბატონო.
მე დავიწყებ ესე რომ პირველი მიწერია არსენალი პრემიერ ლიგაზეც არსენალი მეგოწერა შენ აღარ ჩელსის გოლეში ისე ლონდონური კლუბი არ უყვართ ერთმანეთს ცოტა მტკივნეული მე არა მე მეზიზღება ტოტენჰემი რა აქტივა რა ორი ლიგა გაქვს მოგებული იმას დასდევს ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო ამდენი ხანი ნუ არსენალი და ბაიერნი მგონია პირველი ორი ფავორიტი პირველი რა ასე ვთქვათ ყველაზე დიდი შანსი აქვს ამ ორ გუნდს გუნდის სიღრმიდან გამომდინარე შედეგებიდან გამომდინარე თამაშიდან გამომდინარე მაგრამ შაშანს ეგრე მეგონა არსენალის და ბაიერნის სიმართლე რო გითხრა და მოიცა გაგაწყვეტ აი გჯერა კომპანიაში აი ბაიერნს რო ჩემპიონთა ლიგას მოაგებინებს არის მაგდონის ხსნელი მე ეს რამეს ვიტყვი რასაც წელს დავწმუნდი რომ ეგ კაცი ანუ არა შენ თქვი მაგრამ უბრალოდ ისეთი შეკითხვათასო თვალები გამიფართოვდა გისმენ ითე კაი ის მეორე ის რო გაქვს მეტაფორა ის არ მოიშველე შევიწროებასთან კავშირებით გასაბოდი არა დათუნ დაასრულოს არა ნუ დარწმუნდა რომ კომპანია და რაღაცებს იტყვის მაგრამ მე ჩემი გამოცდილებით რასაც მე ჩემი რასაც დავაკვირდი ბაიერნი ყოველთვის დომინანტია მაგ შტაბეჭდებას ქნის რომ ყოველ სეზონში სულ ფავორიტა ყოველ ერთი სეზონი არ მახსენდება როდის არ იყო მე ხო რაღაცა იმართ არ ვიცი ხო როგორ უნდა ვთქვა ბაიერნის ხასიათი არაფერი არ აკლია მაგრამ არ ვიცი ესეა ფაქტია რომ ხან მე რაღაცა ვილიარეალი გამოაგდებს ან ვილიარეალი გამოაგდებს ხან ვიდალს გააგდებენ ტყუილად და ან ყველა დაიმტრევა ან ძირითადად შემადგენლობის 7 კაცი არ ეყოლება და ძლივს გააგდებს ბარსელონა და ნუ რაღაც ესეთები ემართება რა და ფაქტია რომ ემართება მაგრამ ამიტომ რომ რთულია ბაიერნი ძალიან მაგარი უნდა იყოს რომ მოიგოს მე ის ძლივს მოიგო კიდე ის ფინალი იმაში 2020 იყო ხო კოვიდის დროს კიჩლი კომანი ანუ თუ ძალიან აი რასაც ხე ყველაზე ერთი თავით მაგარი არ არის სხვა შემთხვევაში აი წვალებით უჭი ძალიან ბევრი ბაიერნის ფანის გამიგია ეგ რა თუ ბაიერნი რაღაც სასწაულია რა წელს მაგის შანსი იმიტომ ვფიქრობ რომ არის რომ ჯერ ერთი არსენალი ძალიან კონცენტრირებული უნდა იყოს პრემიერ ლიგაზე ბარსელონა აქეთ მხრიდან ხარის არის და ლა ლიგაზე არის საკმაოდ კონცენტრირებული მიუხედავად იმისა რომ ბარსელონა მე მესამე მიწერია და მესამე კანდა მგონია და მოუწონს ბარსას ფეხბურთი ჩელსისთან 3-0 ჩელსიმ გააღვიძა კიდე კაი რომ მოვიგეთ კიდევ კაი რომ ჩელსი მაშინ 3-0 იმის მერე ისინი დაიქცნენ და ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ იმის მერე ჩელსი მოიგო 2 თამაში და ამათა რაც თამაშის ყველაფერი მოიგეს პარი სან ჟერმენი მიწერია კიდევ მეც მიწერია მოქმედი ჩემპიონი ხო მოქმედი ჩემპიონია წელსაც საკმაოდ კარგ ფეხბურთს თამაშობს უბრალოდ დემბელე დავკარგეთ ხო ნუ დემბელეზე არ მინდა დიდი საუბარი საერთოდ ნუ ეგ შაშანდელი წელი რომ ეგ დემბელეზე ნიკა ისაუბროს მაგ ფეხბურთს რომ ოქროს ბურთი აქვს აი რაღაცა ამ სამყაროში არ მეგონა რომ ესეთი რაღაცა მოხდებოდა არ გვინდა ახლა ერთი მაგას უნდა გქონდა კიდე კაი ჟორჟინიოს არ მიცეს მაშინ თორე დაღუპულები ვიყავით თორე რა ჟორჟინიო არა ნუ ჟორჟინიოს სიტი მიწერია კიდევ იმიტომ რომ მაინც გვარდიოლა მაინც სიტი და მაინც ითამაშე მე გვარდიოლა მისწავლა ლიგაზე რაღაც საოცრებების აკეთება ჰოლანდი რო გყავს ბიჭო მოცემული 5 გუნდი რა თუ 4 გუნდი გქონდა ხო მოცემული 5 ბიჭო თქვენ რავი 5 იყო მე რა დავამატე რო ვიცოდე ერთი პაფოსი გაკლია სიაში კარო ჩაწერი პაფოსი ბაიერნი დაწერა მე-6 ეს მოდა პირველი წერია რეალი ეს შენც იგივე გუნდი გიწერია და ანუ 5 რომელი გქონდა მეგობრებო რომ დააფიქსიროთ ანუ თავხედობის რა დონეა რომ პირველი დაწერა რეალი და მე-6 არ მაქვს ბოდიში და ბაიერნი უწერია მე-6 არა რეალზე რა ვისაუბრეთ ხო და ანუ ახლა რეალს დაუმტკიცებია რომ აი ვიცი რომ გიყვარს და მეორე ლიგა რომ მოიგო 2000 მაშინ ხო აი 2000 მეორე ოღონდ 3-დან მეორე კი არა პირველი რომ მოიგო იმის მერე 2014-15 ხო მოიგო ბარსამ და პირველი სეზონი რომ მოიგო რა თებსვეთში პირველი სეზონი მან რამეს მოიგებდა რა ვიცი ახლა მე ბოლო ორი ლიგა რაც მოიგო მაგაზე კი რომელიმე მაშინ იტყოდი რომ რეალი მოიგებსო არა ბოლოზე შეიძლება გიფიქრა ბოლოს წინა ბოლოს ხაპარია ვაფშე ყველა გუნდმა აჯობა რეალს ხო და მე მაგიტო მიწერია რეალი ახლა რავი რეალია და ემოციები რაც მაგ თამაშებმა მოიტანა რავი როდეს მე რამებს გავსი გიგნია როგორც რეალის გულშემატკივარი არა კი სხვათა შორის ძალიან ბენზემას აუ ეხლა მე დავსო ამ შეკითხვას მე ინტრიგანიაო იტყვიან მინდა არ დავსო მოდი მე-6-საც ვიტყვი ბარემ რა ისეთი მიწერია უნდა თქვა რა ჩელსი მიწერია მე-6-იც ხო ჩემი გუნდი იმიტომ რომ ისე 2021-ში ზღაპარში ხო რა ანუ 2012-ში ზღაპარში არ მოვიდა 2012-ზე დიდი ზღაპარი არ 2012 წელს შუა სეზონში წვრთნელის განთავისუფლება მეორე
დიმატეუს მოსვა და მაშინ რაიან ბერტრანდი ფლანგზე შემტევად. არა, ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიუნხენში რო ეთამაშები ბაიერნს, შენ გამოდიხარ. დიდი პატივისცემა ხუან მატას იქ ბერტა. ერთი მანდ იყო, ანუ ტოპ კლას, ჩეხი, ტერი, ლამპარდი და დროგბა. ტერი ფინალში არ იყო, ტერი ანუ მაგ გუნდში სოფლიოვი არ იყო? ეშლიკოული არ იდგა? ეშლიკოული როგორ არ იდგა? ბოსინგო აგვედგა. ივანოვიჩი იდგა ცენტრში, რომელიც ბრანისლავ ივანოვიჩი ვერ დააკნინებს. არა, ბრანისლავ ივანოვიჩი ძალიან უმაღლესი დონის მცველი არის, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი უბრალოდ ჩელსის ანმართებაში, ჩემი მოსაზრება და არგუმენტი არის, რომელიც ცოტა აბრამოვიჩი იყო დიდი სხვაობა. ხო, აბრამოვიჩი იყო ჩელსის, მოდი ასე ვიტყვი რა. მაგ კაცმა შექმნა ეს პროექტი საერთოდ. აბრამოვიჩის მე რაც არ უნდა მოურინიო იძახდეს მისტერ აბრამოვიჩი ფეი და დანარჩენი ვითომ არ ეხება სინამდვილეში აშკარად ყველაფერი ეხება. გუნდის სული მაგ კაცმა ჩამოაყალიბა და გული რა, იმიტომ რომ რაღაც ჩელსი როგორი გუნდი იყო, მებრძოლიც იყო, თან აი ახასიათია. მოსაგებს რომ მოიგებდა ეგეთი გუნდი. და არავის არასდროს ყველას ეშინოდა ყოველთვის ჩელსის თამაში. აი მართლა ყოველთვის იმე გუნდი. ო, არასდროს არ გესიამოვნებოდა. ახლა იმის შეგეშინდებოდა მოურინიოს ჩელსის ვის არ ეშინოდა, ის იყო მონსტრი. სტენფორდ ბრიჯზე ისეაც რომ ჩადიხარ და ანუ მაგდონის ფეხბურთელები რო ყავს, აი რა დროგბა რასაც ქვია და ლამპარდი რასაც ქვია, ხო ხდებია ეს 3-4 კაც შეუძლია რომ ჩეხს შეუძლია რომ გარდატეხა შეიტანდა. ჩეხი იყო ზოგადად ეგ ჩეხის პერფორმანსი. მე გეტყვი რა პრობლემა აქვს დღევანდელ ჩელსის, არ ყავს ეგეთი ფეხბურთელი. შენ რაც არ უნდა დააბრალო კოულ პალმერს, რაც არ უნდა დააბრალო. ხომ არა, ნახე ბოლო ლიგაზეც ესეთი გამოდი. არა, ვერ იტყვი ეგრე, იმიტომ რომ მაგ წელს მეისონ მაუნტი რო ფეხბურთს თამაშობდა, წლევანდელ ჩელსიში ვერ მიპოვი კაცს, რომელიც მაგდონეზე თამაშობდა. მე კი არ ვამბობ რომ მეისონ მაუნტი მაგდონის ფეხბურთელია. ხო და მე კი არ ვამბობ რომ მეისონ მაუნტი მაგდონის ფეხბურთელი. არა, მაგ სეზონში უბრალოდ აბსურდულად მაგარი იყო. პულისიჩი, რავი, მადრიდის რეალთან ცეცხლი მოიკიდეს. კანი ამერიკა მანდ არ შეერხო თუ მაგრამ ცეცხლი მოიკიდეს და რავი, გამოაგდეს ის რეალი, მიუხედავად იმისა, რომ რა ქვია, პირველ თამაში დიდი ჩელსი ვერაფერი ვერ ქნა, მეორე თამაში გადაწყდა ყველაფერი, იმიტომ რომ მაუნტმა და პულისიჩმა ასე გადაწყვიტეს. აი, ეხლა გადავალ ჩემს. მიდი. პირველი სამწუხაროდ მიწერია ბარსელონა. რავი. დრო არა, უკვე საინტერესო პოდკასტი არის. რეალის ფანი ბარსელონა წეს, მე ჩელსის ფანი არსენალს წეს. ვცდილობ რომ ვიყო ადეკვატური რა და ანუ ძალიან კაი გუნდია რა, ანუ წინა წელს მეგონა მე ეგრე აი რომ მე წინა წელს ბარსასი და დააკლდა ბიჭო. ხო და აი წინა წელს მე გეტყვი რა დააკლდა, არაუხ. წამიკითხე ეს ლექსი ხო თუ რაღაც. ბიჭო არა, წინა წელს ბარსელონაში არ ჯეროდა, იმიტომ რომ კი ეს ერთი შეხედვით ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ ვის ეთამაშა ტოპ გუნდს, ძალიან ცუდ ბაიერს და ძალიან ცუდ რეალს და მე მაგის მერე რა მე რაც მახსენდება ინტერის გარდა ტოპ გუნდს, რომელიც კარგ ფორმაში იყო, არავის არ ეთამაშა და ნუ სუსტი გუნდები. მე თქვენ გეტყვი, ერთადერთი წამალი მაგ ბარსელონას გაჩერების ინტერი იყო და ინტერი შეხვდა მაინც და ხო და გააჩერა რა და წელს ეს ბარსელონა ბევრად ძლიერია, ხასიათი აქვს. ხასიათი, ჩემი აზრით ფეხბურთში ხასიათი. და მე გეტყვი რა შეხვდა ჩვენ, არაუხო შეხვდა თოიბოქსი რო. მოკლედ. გონია რომ წელს ბარსას ძალიან დიდი შანსი აქვს რომ ლიგა მოიგოს და კივა ამ სიტყვებს რო ვამბობ რა. კი. ნუ არსენალი, რაც პრემიერ ლიგაში იყო ეს გუნდიც გაიზარდა უკვე და აქაც იგივეს ვიტყვი რომ ხასიათი აქვს და ლიგას ძირითადად რეალმა არაერთხელ გვაჩვენა რომ ხასიათი ეს ბოდიში შეგეთხა შეგაწყვეტ, მაგრამ არსენალს ისე არ მოუვიდეს რომ ორი კურდღის ნადევარი რო ვერცერც ვერ იჭრს. ზუსტად მაგის თქმას ვაპირებ მეც. ჩელსის მოუგეს ახლა რამდენიმე დღეს. თასზე. 2-3 ხო თან? ესამით ერთი თუ გაუტანე ჩელსიმ კიდე. მერე მოდის გარნაჩოს დუბლი. მერე მოდის სიტი აქ გვარდიოლას ფაქტორს უბრალოდ ვერ დაიგნორებ რა. გვარდიოლა და შეიძლება რაღაცა თან ყავს ამ კაც ისეთი ფეხბურთელები, სულ რო ჩამოიგრეს ყველაფერი, ჰალანდმა შეიძლება 900 კაც თავზე გადაყო. ჰალანდი ვერაზოს ვერ გახდება ეგეთი დიდი PSG-ს და ბაიერნის ნაკლებად მჯერა რა, იმიტომ რომ PSG-ს წელს ბევრი პრობლემები აქვს ლიგა 1-ში რა და ლიგა 1-ში ხო რა, ანუ არა, ანუ ლიგა 1-ში ძალიან უჭირთ. ბაიერნზეც ეხა კომპანიის ტოპ-მცნელობის ჯერჯერობით არ მჯერა რა, კიდე არანაირად. ჩემი რეალი არის მე-5 ადგილზე, მეგობრებო, აი სასწაული თუ მოხდება 2016 წლის, ხო. სასწაული თუ მოხდება 2016 წლის, არბელოში გაიღვიძებს ერთდროულად ზიდანი, ანჩელოტი, მოურინიო და ყველა ტოპ-მცნელი ვინც ყოფილა და შეიძლება რეალმა ფინალში როგორმე მოიგოს და ნუ ლივერპული უბრალოდ იმიტომ დავწერე რომ ეს 9 მილიარდი დაგივარდა. არა, გენანება რომ გაიფლანგოს ყველა. ხო რა, სადღაც ხო უნდა დაიწეროს 9 მილიარდია ბოლოს და რა. ლივერპული ეს არის ჩემი ტოპი. მე ერთ რამას ვიტყვი რომ ბარსელონაში იმიტომ არ გეთანხმები რომ შარშან იყო
ანუ ეგ გუნდი, მაგი გუნდის სათამაშო ფილოსოფია და ყველაფერი იმდენად ამოუცნობი იყო და რაღაცა ეს გერმანელი კაცი და ჰანსი ფლიკი ბარსელონას თავკაცად და რაი რომ ყველაფერს უანადგურებს და უფრო მეც გაგიტანო და რაღაცა ანუ იმდენად ახალი იყო და შეუცნობელი იყო სხვა გუნდებისთვის ან წვრთნელებისთვის, რომ ეგ ძალიან დიდ პლუს აძლევდა ბარსელონას და ფორას სხვა გუნდებთან და წელს ეგ არ ექნება და გამოჩნდა რაღაც თამაშებში, რომ აშკარად თქვა იმდენად უცხო აღარ არის ეგ ტაქტიკა თუ რაც არის მაგ გუნდის და ამიტომ მგონია რომ მაგ მხრივ ცოტა უკან იქნება წელს, მაგრამ რა თქმა უნდა შანსი როგორ ძალიან დიდი შანსი აქვს, იმიტომ რომ ახლა ბარსელონა და ათვნობები ლაპარაკი. მე მყავს არ ჩამოვყევი. ჩამოთვალე შენები? მე მყავს ამას ხო საქ ამ დაფაზე ვიყურები და. ხო ხდება ისაც ხდება. სია. მე სია არც ჩამომწერია რა. მე ვფიქრობ რომ ნუ ერთი მომენტი. მოდი ბარსელონა გიწერა, შევმატრიალე გიწერა. და წავშვები ბარსელონა მეწერა. ბაიერნთან ერთად. ოღონდ ერთ შეკითხვას დავსვავ ხა. აი ამ წამს, აი ამ წუთას. ვინ არის ყველაზე მაგარ ფორმაში ყოფი გუნდი? არსენალი თალსახად. ძალიან დიდ შეცდომას უშვებ, იმიტომ რომ არის ბარსელონა. ჩელსისთან წაგებული თამაშის მერე ჰანსი ფლიკი ამბობს, თქვენ ნახავთ სხვანაირ ბარსელონას და ყველამ ნახავს სხვანაირ ბარსელონა. ყველა თამაში მოიგეს და ხა მასე მესიმაც გააბრუნა თასი. აი, მე გეტყვი ხა. აი აბსოლუტურად დაკარგული ხარ შენ რეალი მადრიდის სიყვარულში. არის ერთი რაღაც. ანუ ამ ბარსელონამ მოახერხა ეგეთი რაღაცა. რომ ვიღაც უნიშნულო დეტალია, სუპერთასზე ჩავიდა, ნახევარფინალში ნახევრად შემადგენლობით გამოდის, იამალი ისვენებს ბილბაოს, რომელიც რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყოს, ბილბაოა, 5 თრონს აი ესე უგებენ. ფინალში გამოდიან. პირველი წაგებული კლასიკოს მერე ხვდებიან მადრიდის რეალს. ეგ გაგიჟებულები ხართ თქვენი წაგებული 4 კლასიკოს მერე რომ აქ თქვენ მოგებული გაქვთ. ხო, მაგრამ ხა რეალი არაფერი მაჩვენებელია რა, მით უმეტეს ძალიან კარგი. მე მომწონს აი ეს შეფასება. რეალი არაფერი მაჩვენებელი არ არის. ბოლო კლასიკო ეგეთი სასწაულიც არ იყო ბარსელონა. მაგრამ ფაქტი ერთია, ჩელსთან წაგების მერე ბარსელონამ მოიგო ყველა თამაში. ამ წამს არის ყველაზე კარგი ფორმა. ერთადერთი ბარსელონას პრობლემა რა იქნება? 4 გოლი გააქვს საშუალოდ თამაში და უფრო მეტი ბაიერნს 60 ერთი პრობლემა რაც იქნება წელს ბარსელონასთვის ინიგო მარტინესის წასვლა. ბაიერნზე შევა კაბათო ბრო. ინიგო მარტინესის წასვლამ დაცვაში გააჩნია ეგ პრობლემა რომ კუბარსის პოტენციალი ჩაქრა. ანუ უწევს ყოველ წამს როტაცია და ყავს ერთი კაცი რომელსაც კაპიტნის სამკლაური უკეთია რომელიც ისრაელს სტადის იმისთვის რომ სული სიმშვიდე მოიპოვოს. ხო გადა აი ნახე აქ თქვენსაც არ გავთ რა აი ბარსელონა გახდა აი რეალი რა ანუ რეალი არასდროს არ ყოფილა ტოპ დაცვა ყველა უტანდა მაგრამ რეალი უფრო მეც იტანდა და წელს ბარსელონა არის ეგ რა 66 გოლი აქვს ბაიერნს გატანილი ბუნდესლიგაში. ბიჭო 8 გოლი იმ დღეს ვოლფსბურგს გაუტანა კარგი ეხლა და ეს ტიპი მე ომარა 17 თამაში 66 გოლი. ხო ბაიერნსაც შეეხება იმას ვამბობ რომ ხასიათი გამოავლინა ამ გუნდმა წელს და გამოავლინა კომპანია იმიტომ რომ ყველა გატანილ გოლს თავის შტაბთან ერთად ისე აღნიშნავს რაც გერმანულ ხასიათში ხდება და კომპანია აშუაში შეკაც ოლისე ყავს ერთ-ერთი საუკეთესო ვინგერი, ყავს ჰარი კეინი, ყავს იოზუა კემიხი, ყავს ყავს ნოიერი, ყავს ლუის დიას რომელიც ვეპმა და მუსიალა რომელიც დაბრუნდა. მუსიალა აგერ მოაიხლა და უყარე მე ყაკალი და თქვენ თხოვთ კაცო 6 გუნდი დაწერეო და 6 გუნდი როგორ დავწერო? ჰა, კაი არსენ ამჯერა პროსტა რომ არსენალი თუ პრემიერ ლიგის მოგებას ესე დაიწყო ლაპარაკი მეთქია. არგუმენტი აქვს, ქვას გახეთ. გოლს აღნიშნავს ტიპიო, არ ვიცი. ხასიათი ჩანს და არგუმენტი ის მაქვს რომ გამოდის და ვოლფსბურგს ვითერც უგებს ისე რომ თითქოს ვარჯიშს გასახდელიდან მიდევები გაქვს მაგის ნანახი ანუ რას ლაპარაკობ ფიურერის გამოსვლები აქვს შენ და ფიურერი ტრიალებს საფლავში ახლა იმას თუ მიდარებ აღარ ვიტყვი რასისტული მას ჩამომართვა. აი ჩემი აზრით საკმარისია ლიგაზე შეგვიძლია უკვე შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ. და დღეისათვის ბოლო კითხვა მოგეხსენებათ ზაფხულში იწყება მსოფლიო ჩემპიონატი და რას ფიქრობთ როგორ ჩაივლის ეს მსოფლიო ჩემპიონატი იმიტომ რომ გარკვეული სკეპტიციზმი არსებობს იქიდან გამომდინარე რომ როგორ ჩაიარა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატმა იყო გარკვეული პრობლემები და ასევე თქვენი აზრით ვინ იქნება ფავორიტი ვინ მოიგებს მსოფლიოს შეგიძლიათ თავისუფლად ჩამოწეროთ ნებისმიერი ვარიანტები რამდენი უნდა იყოს ვარიანტი? რამდენიც გაგიხარდება? ამ მსოფლიო ჩემპიონატზე რა ყველაზე დიდი ფავორიტი რა ვიცი. არა. კი, მეოთხედფინალიდან დავიწყებ ყურებას. მაგამდე გაჭირდება კი. აი რა.
ჯანი ინფანტინოსაც მართლა მიაბძანებენ ციხეში სვეჩი სადღაც და იქნება რა. კი უკვე ჩემი აზრით გამზადებულია სადღაც კამერა. ასე ღიად ყიდდეს ტიპი ფეხბურთს კაია. ანუ ეს 48 გუნდი ვაფშე არა წერია მსოფლიო ჩემპიონატში. მე მაგალითად ძალიან ველოდები კურასაოს მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს გარკვეული ტრეილერია მეგობრებო. ანუ ეს ძალიან დიდი შენ შევახუმოთ, მაგრამ იმ ხელა რაღაცას მიაღწიეს ტიპებმა, რაც კი, ეს არის გარკვეული ტრეილერი სხვაცა მეგობრებო. არის, ხო, პატარა სიურპრიზიც გელოდებათ კურასაოსთან დაკავშირებით, რა კურასაო გაგიჟდით? ჯგუფს დაამთავრებს 0 ქულით -13 და უბრალოდ იმიტომ რომ 48 გუნდი უნდა ყოფილიყო რატომღაც. უნდა ყოფილიყო. მე მჯერა კურასაოს გოუთობის ჩავწე. არა, მე მეოთხე ვარიანტად წერ კურასაოს. აუ, შენ გავიგე რომ შენი პირადი მიზნებისთვის ყიდი ამ კურასაოს რასაკი. კურა მეგობრებო, დაიმახსოვრეთ, არის ასეთი ბორზე კუნძული გავიგე. კურასაო უდიდესი საფეხბურთო ისტორიით. კირიბატი თუ ვიღაცა თუ კარგი. გასაგებია. შეგვიძლია მზად ხართ? კი, კაი. კაი, იმდენად ორიგინალური არის, რომ აი ეს წინაზეც მაგალითად მარტო ბარსა არს ეწერა, ბარსელონა ხო მარტო არგენტა, აი ძალიან და ეს ისეთი კომაგია არ შეედაროთ რა. აი რა ხდება? იქ გასაგებია. მოიწ. პირველი მეგობრებო, მე დავიწყებ, ანუ ესპანეთი არავის არ გიწერიათ? ანუ ესპანეთი როგორ დაგავიწყოთ? ანუ მოქმედი ევროპის რა გერმანია გაგიჟდის? ჭუკი. ესპანეთი არ გი, ანუ ლამინ იამალი. აი, შენი ხათრით ჩავწერ. მე დავიწყებ. ესპანეთი მეგობრებო, ანუ ყველაზე დაალაგებული გუნდია, იდეალური სისტემა. ყველაზე ძლიერი ნაკრები აქვს. დე ლა ფუენტე, ნუ მოქმედი ევროპის ჩემპიონებიდან ყველა ყველაზე ძლიერი ნაკრებია. რა, ესპანეთი? მარტო შემადგენლობით სახელებით? ყველა ბალანსი. ჰარმონია ფეხბურთი, ნებისმიერი საკითხი, ხნელი, სიღრმე. და ამ დროს არავის არ გიწერიათ. ხო და ამდენად არაფერი მე ერთადერთი მგონია რაც მგონია რომ არგენტინა ითამაშებს back to back. ფინალს ოღონდ მოიგებს თუ არა ეგ არ ვიცი. არა, ჩემი აზრით არგენტინა დამთავრდა 2-0, როცა მოიგეს, მან დამთავრდა რა. ეხა ამას ფიქრობს ხულიან ალვარესი ალბათ. 48 ნაკრები კი რო დაამატეს, ახლა ეგ არ ვიცი საერთოდ რა ხულიან ალვარესი, ლაუტარო მარტინესი ეს ფეხბურთელები. კაი, ერთ წამს მე დავიწყე. მიდი. ჩემი აზრით წელს, ანუ ჯერ მსოფლიოზე ვისაუბროთ, ანუ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პრობლემები იყო საკლუბო ჩემპიონატის დროს, ჩემი აზრით კარგი რეპეტიცია იყო და ამ პრობლემებს გაითვალისწინებთ, თუნდაც ის რაღაც აბსურდი ამინდის გამო რაც ხდებოდა, კიდე დაგივარ. ამინდის გამო რაც ხდებოდა, ჩემი აზრით ეგ აღარ გამეორდება და მიხვდნენ რომ რაღაც სასაცილოა, რომ რაღაც 10 კილომეტრში რომ წვიმა იქნება, აქ ფეხბურთი არ უნდა გააჩერო რა. ჩელსის გულშემატკივრებს ეგ კარგად ეცოდინებათ ეგ პრობლემა. ეგ პრობლემა აღარ გამოჩნდება და თან გაყიდულ ბილეთებს რაც შეეხება, მსოფლიო მაინც სხვა დონეა რა. თუ ამერიკა ხალხს ჩაუშვებს და შეუშვებს თავის საზღვრებში, სრული დასწრება იქნება ძალიან ბევრი. ეგ ძალიან დიდი ის არის კიდე ცალკე. ხო, პრიორიტეტი ხომ მიანიჭეს ბილეთების. ჩვენის მხრივ ისე ყურების მხრივ რა ხდება, რომელ საათზე იქნება? 11 და 5. ან ღამის თევა გვიწევს აქტიურად. 11-ზე იქნება თამაში. ყველაზე ადრინდელი თამაში 11-ზე. ანუ 11-ზე იქნება, შესაბამისად იქნება. და 5-ზე. 11-ზე და 2-ზე 5-ზე. 2-ზე არის, არ ვიცი, მე მგონი 3-დაც არის 3-დაც გაყოფილი და როგორც ნახულობდი, არის 2-2-რად გაყოფილი. რო შევაჯამოთ, ანუ არ ველოდები რომ რაღაც აიკონიკ სოფლიო იქნება და ჩვენს გონებაში ჩაიბეჭდება, მაგრამ ბიჭო, ამერიკასთან პრობლემა არ უნდა გქონდეს და არც მექსიკასთან, იმიტომ რომ ამერიკის მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან მაგარი იყო. ბიჭო, ეხლა მე ბოლოს 94 რომელიც სოფლიო 94. და მექსიკა იყო მე არ მაქვს პრობლემა მაგაზე. პრობლემა აქვს 48 გუნდის ყოფნას. ხო საშინელება. ანუ აქ რო ჩადიოდეს ისე 32 გუნდი, არა. ანუ მაწყობ მე ვერ დავждები, ანუ ნახე გულშემატკივრისთვის პრობლემაა. სოფლიოზე რო შეიცვალა სისტემა, სოფლიოზე რა იყო და ჩემპიონთა ლიგაზე რო შეიცვალა სისტემა. არა, სხვადასხვა რამეა. არა, მე არა ვარ ფიქრობდი ვაფშე ეგ. ხარისხის 48 დონე გუნდი. ვარდება. აი კურასაო ახსენე, მე კურასაოს ვეჩი რამეს, მაგრამ განწირულია. მოკითხვა კურასაუელებს. ანუ უზბეკეთი გადის. კაპოვერდი გადის. ანუ თუ ამატებ, მაშინ დაამატონ ევროპის ხარჯზე, ხო? ხო, ანუ მომეც იმის საშუალება მაშინ რომ შვედეთიც ჩავიდეს და თურქეთიც ჩავიდეს და საქართველოს ნაკრებს მეტი შანსი ქონდეს და ხო, ანუ რა ვიცი. რაღაცა ინტერესი მიეცი თორე. ეხლა მაგრამ მაინც არ მომწონს 48 გუნდი. პრესტიჟი ხო ის არის რომ 32 გუნდიდან მოხვდე.
ბიჭო, არა. ეგ გასვლის და იქ მოხვედრის თამაშები დაკარგავს ცოტათი მას პრესტიჟს, თორე თვითონ მსოფლიო ჩემპიონატის რაობას ეგ არაფერთ არ კარგი ჯგუფური ეტაპი კარგავს რაობას თორე. ჩემი აზრით გადავიდეთ ფავორიტებზე და კაი, მოკლედ, მაშინ მე გავაგზავნე. პირველი მიწერია ესპანეთი, ხა, რატო დაგავიწყდათ, ვერ ხვდებით, მაგრამ ესპანეთი მოქმედი ევროპის ჩემპიონი, თან ევროპის ჩემპიონატი კარგად მოიგეს, ნუ გერმანიის შემთხვევაში რაღაც კითხვის ნიშნები არის, ხა გერმანიას როგორ მაინც ყველაზე მაგარ. ხო რა, ანუ ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, ყველაზე დაალაგებული, ბალანსის მხრივ იდეალური გუნდია, ტოპ სტარებიც ყავთ. საუდგის რა უთხარი თორე. ხო, ანუ ესე ვთქვათ, კარგი ჯარისკაცებიც ყავთ, ანუ არა ტოპ სტარები, მაგრამ საქმეც რო კარგად გააკეთებენ. ესპანეთი პირველია. მერე ჩემთან მოდის ინგლისის სახელებით არის საუკეთესო. მწვრთნელი ახლა როგორც იქნება. კარგი მწვრთნელი ყავთ რა. ერნელა რაღაც ყოველ ჩემპიონატზე თქოს რაღაცა უფრო და უფრო. ხო, მაგრამ ნუ მაინც ინგლისი არა, ისტორიული კონტექსტი მნიშვნელოვანია და ინგლისი. ყოველ წელს როცა სოფიო ტარდება. ფეხბურთი ბრუნდება ინგლისში. არა ვერ დაბოხდა ისიც. და მეგობრებო, ბრაზილია გიწერია თვითონ? მე არ. მე მესამე მიწერია ბიჭო. ბრაზილია არის ხასიათის ნაკრები, მაინც რაც არ უნდა იყოს. აბსოლუტურად მატყუ. ჰა? ანჩელოტი. ხო, ისე ანჩელოტი არა, პატარა სახელი რა. მაგ ნახევარ-დაცვით. არის ის, რომელიც რამოდენიმე თამაში. ვიყავთ ნახევარ-დაცვაში. ბრუნო გიმარაეში პაკეტა. და ისე ჟოელინტონი, შეიძლება კაზემირო წაიყვანონ რო რამე. ისტორიულად ერთ-ერთი დააკაიბებული. ნახევარ-დაცვა არ ყავს ბრაზილიას? ანუ ბრაზილიის ისტორიაში. ხო? ბრაზილიის ისტორია. რას მაგაზე ზერობერტო მერჩევნია, ვინც ყავს სამივეს ერთად. ვისავის? ვინც არიან ახლა ერთად შეკრიბა. ახლა რა ნახევარ-დაცვას ყავს, ეს არის ისტორიაში საუკეთესო. არა, ერთ-ერთიო. ერთ-ერთი რანაირად. ზერობერტო ჟუნინიო, ჟილბერტო სილვა ეს რო ყავდა 2006-ში და ამის მერე ამას დამავიწყდა 2006-ში რომელთა სიაწია ბრაზილია? არა, აწიაზე არ არის, მე შემადგურეთ და 2006 წლის ბრაზილია საერთოდ ზოგადად ისტორიაში ყველაზე მაგარია ფურცელზე. просто მან ერთი პრობლემა გაჩნდა, რომ ის გამოვიდა ზიდანი და გადაწყვიტა, რომ ის თამაში მოეგო რა. ოფიცი, ანუ ბრაზილიელები არიან მხიარული ხალხი, ხო? ანუ შესაბამისი არა, მე სხვა რაღაც ვარ. ნახევარ-დაცვაში ბრაზილიას მხიარული ხალხი არა. ანუ კაზემირო და ბრუნო გიმარაეში ჩემი აზრით საკმაოდ კარგი მუშა ფეხბურთელებია. არა მგონია კაცო. რა უბედურება არის, რომ კაზემიროს წაყვანა გიწევს. კაზემიროა წასაყვანი? ანუ რო კაზემირო ნეიმარს თუ წაიყვანა, იმაზე ვილაპარო, კაზემირო არა, გავიგე უბრალოდ აქ ნახევარ-დაცვის სისუსტე, მე თუ გინდა ფლანგის ცველებს შევხედოთ. შენ ვესლი ფრანსათი, როცა დანიელუეში მარსელო და მაიკონი ყავდა და დღეს ვესლი მარსელოსთან ერთად რა ქნა ბრაზილია? ცენტრში ვიყავ დაცვაში. მაშინ რო ვერ ქნა, მაგითო გეკითხები რა ვესლი მე მჯერა რომ ტიაგო სულუა პორტუგალიის ჩემპიონატიდან დაბრუნდება ბრაზილიის მოკლედ აბსურდია რა. ტიაგო სილვა მირანდა. ნუ მაინც მე ყოველთვის მირჩევნია სამხრეთ ამერიკული ფეხბურთი, მიყვარს ყველაზე მაგარი. მირჩევნია დაჟე ბრაზილია მოიგოს და არ მოიგოს ევროპულმა გუნდმა. და სამხრეთ ამერიკული მესის რო არ ეთამაშა არგენტინაში, ცალსახადმეც მაგას შენ იმიტომ გეზიზღება, იმიტომ რომ არც ემპატივის მაგას. და ბოლო მეგობრებო, კურასაო გოუთი. საუკეთესო ნაკრები. მე მჯერა ამ ნაკრების. ბიჭო, არის ორი გამოკვეთილი, მე მგონია ფავორიტი, ერთი არის ესპანეთი ეს. ყველაზე ლოგიკურია და მაგიტო არ დავწერ. ჩემს არის არგენტინა. მე აგიხსნი დატოა არგენტინა. აი, შენ არ მე აგიხსნი. დავით მე უბრალოდ შევამოწმებ ბუკმეიკერების მოსაზრებას სამხატვრო. მე აგიხსნი, ჩვეულებრივ. მე შემიძლია ბოლო მსოფლიო, რაც მოიგო არგენტინამ, იყო თავიდან ბოლო და მესის დამსახურება. არა მარტო თამაში. შემოგიტრიალებ მაგდებული. მოიც ერთს მესი იყო იდეა, ხვდები? ანუ ნაკრები გაერთიანდა იმის ირგვლივ, რომ მესიმ უნდა მოიგოს თავისი მსოფლიო. ამ კაცმა ანუ კარიერა არ უნდა დაამთავროს მსოფლიოს გარეშე. იყო ეს. ფოთაშორის მინდა რომ გითხრა რაღაც 2024 წლის კოპა ამერიკას თუ უყურებდი მესის დიდი ნაწილი, ნუ ტრავმის გამო კოლუმბიასთან თუნდაც ეხა იდეა ფიქსი მანდ ის არის, რომ მესის გამო კი აღარ მიდიან მანდ. ერთია რომ ნაკრები მიდის და მეორე არის რომ მესის. მესი მიდის? კი. მესი გადაწყვეტე, მესი ძალიან ახლოს იყო იმასთან, რომ აქ არ წასულიყო, მაგრამ აქ მოხდა რა, რომ მესი მიდის ეხა ბიჭებისთვის. ეხა შენ ჩათვალე გინდა мотиваციად, გინდა არა мотиваციად. მე ვფიქრობ, რომ თუ ვინმეს სოფლიო ჩემპიონატზე საშიში შემტევი ფეხბურთელები ყავს, თასაც ფორვარდი ქვია. არგენტინა არის ერთ-ერთი. რავი, ხულიან ალვარესი და ლაუტარო მარტინესი თუ ამ ლაუტარო მარტინესის ნაკრებში თამაში სადნახე რო ეს რავი, კოპა ამერიკის ფინალი მაგან მოიგო, რო იცოდა. მაგრამ ერთსაც ვიტყვი, მეორე არის ხასიათი და სკალონი.
და არგენტინული ხასიათი, რაც 2022-ში ეგ იყო, ანუ ხასიათი, ჩხუბი, ჟინი და ომი იყო თავიდან ბოლომდე. თორე არგენტინა, ერთ-ერთ არგენტინას ვინ მარადონას არგენტინაც არ თამაშობდა. ჩხუბი და ჟინი თუ იყო, ხასიათი უნდა დასჯილიყო, ჩხუბის და ჟინის გამო. ის გამო პარედესმა რო ფეხი ამო, და კიდე ერთ ფაქტორს ფეხბურთში მოგეხსენებათ, მეგობრებო, წევლა და რაღაც მაიკლ ოლივერი. ხეფანდა კრომა მაიკლ ოლივერს. მე მგონია, რომ სტანდარტული მსოფლიოს წევლა იმოქმედებს და მოქმედებს მსოფლიო ჩემპიონი ჯგუფიდან ვეღარ. ხო და აღარ იმოქმედებს, იმიტომ რომ კურასაო ეყოლება და ეს კურასაო აპას. კირიბათი და ეს სამწუხარო რეალობა ისაა, რომ მაგრამ ერთი წუთი. კი. აქ არის ერთი რაღაც. თავარ ფავორიტი არის ესპანეთი, რაც ლოგიკურია. მე ფავორიტებზე კი არ ვილაპარაკე. მეორე არის ინგლისი, მესამე არის საფრანგეთი, შემდგომ უკვე მოდის თანაბარი შანსი ბრაზილია და არგენტინა ზუსტად. დიდიე დეშამის საფრანგეთის კიდე გჯერათ ვინმე ეს? მე ამ შემადგენლობას. არა, გავიგე, მაგრამ მე თვითონ დიდიე დეშამის საფრანგეთის აღარ. მე ახლა ვიტყოდი ისე ამჯერად, მაგრამ ისე დაბლოკავენ და მაგრამ ერთი რაღაც მინდა რომ თქვა, ანუ ფაქტ ფავორიტებს კი არ დაბლოკავენ ბატონო გრიშა. მეოთხე ფინალში, მე მიჭონა. მეოთხე ფინალში პოტენციურად ვიღებთ პორტუგალია არგენტინას. რაც ნუ ძალიან ლოგიკურია რომ პორტუგალია არავის არ უწერია, რა თქმა უნდა, ხო? ანუ ძალიან ლოგიკურია რომ მოხდეს ეგ. არათი შემადგენლობა არ მოიდგე, ბიჭო, არ ყავს. აი იმ დღეს, არა, იმ დღეს როდის არის ხო? გეტყვი ხა იმ დღეს ბიჭები დავჯექი და პროსტო შემტევი ხაზი დავაყენოთ, რა და რო დაფიქრე რა, ლიაუ, ბერნარდო სილვა და კრისტიანო უტევენ. ესე. მაგრამ ცოტა ხო და ვადა გაუვიდა ხო და გავჩერდი და ხა ყველა წლის ბერნარდო სილვა, ყველა წლის რონალდო და ლიაოს ფეხბურთი მე ხო მაგას ვამბობ მე ეს რაფა ლიაოს ხასიათზე. ამ ტიპის არგუმენტები ჭოიდა აქ მაგიჟებს რა. ანუ ლებრონი რო აგებდა ფინალებს, ანუ დერონ უილიამსი 300 წლის იყო და რაღაცებს გეუბნება და რონალდოს 45 წელი და 60 წელი. ნინო ოდესმე ერთხელ მითხარი არგუმენტებს და ლებრონზე ვთქვა ასაკის გამო იმისგან ერთად ვერ მოიგო. ჩემი ერთადერთი არგუმენტი არის 2018 წლის ლებრონ ჯეიმსს ასაც აკეთებს ჯორდან კლარკსონთან ერთად. გადავიდეს ხო და ხო და მე ვიყავი გაჩერებული პორტუგალიის შემტევ ხაზზე. თანებოს ბიჭო თავი ამ პოთა. პორტუგალიის შემტევ ხაზის მე ან აქ არის რა. პოტენციურად ყველაზე დიდ თამაშს ვიღებთ. სოფლიო ჩემპიონატზე მესი და რონალდო ერთად. ან მე მაგაზე ვფიქრობდი იმ დღეს რა. რა მოხდება თქვენი, ანუ არ შეიძლება. ჩემს უნდა აიგზავნოს მაკაცმაც მაკაცთან ერთად უყუროს. არა. არგენტინის და პორტუგალიის ფანებმა ერთად არ უნდა უყურონ. ანუ ვითხოვ რომ ეგ მოხდეს რომ განცალკევებით ყველა დაждდეს თავისთვის და თავისთვის უყუროს მაგ თამაშს. თორე ცუდი ამბები მოხდება ჩემი აზრით. ანუ ორივე მხრის იმიდან რომ შეხედო გადმოსახედა მართლა სოფლიო ჩემპიონატზე აი სულ აი შენ რო პორტუგალიას არ ხომოგდა, შენ რონალდოს ხომოგდა ამის გამო და მოგიგოს რა, მან არგენტინამ აი დაქცეული ხარ, ანუ ან პირიქით წარმოიდგინე. არა, მან ერთი რამეა. პირიქით უფრო მძიმეა თან ეხლა. პირიქით ვახშე კატასტროფაა. ხო, ანუ ნახე მესი რო გააგდოს. პორტუგალია მოუგებს. ანუ მე არგენტინა რო გავარდეს, ხო ხტები პორტუგალია გავიდეს ნახევარფინალში და მე გამოვარდეს. ნუ არაფერი? არა, ბევრი მაინც არ იცვლება. ანუ კი, მაგრამ პირიქით რომ მოხდეს ის ვაფშე ინგრევას. ნუ ეხა რონალდოს ფანები უფრო ტოქსიკურები და ანუ must win game-ი, короче, must win game-ი პორტუგალისთვის უფროა რო რამე, მაგრამ იქ თამაში იქნება მე მგონია აი აუ. ხოცვაში ლეწვა. ისე რა უსამართლობა არის. რომ ასეთი რაღაც აქამდე უნდა ყოფილი, აი არც ლიგის ფინალში არ ყოფილი, ლიგის ფინალში იყო, მაგრამ ახლა მანჩესტერი. გავიგე ხო. რეალი ბარსელონას რო რაღაც. ეს ყველაფერი იუსუფ ენ-ნესირის ბრალია. იუსუფ ენ-ნესირი. მაღლა ახტა თავი დაარტყა და გააგდო პორტუგალიაში. მომისმინე იუსუფ ენ-ნესირის ბრალია, ბლატერის ბრალი არის მაგალითად. ყველაფერი. ბლატერი რა შუაში, ბლატერი ციხეში, ახლა ის ციხეში, მაგრამ სანამ ჩაჯდებოდა ციხეში. აი, შემდეგი შენ მარტო არგენტინა გიწერია, ხო? სხვა არ იყო მაშ ბლატერი პრეზიდენტი, რას იგონებთ? არა, ბიჭო, მაშინ მოიგო კი არა, ზოგადად რონალდოსგან ხო დახატა ეს რაღაცა საძულველი ადამიანი და საშინელება და ეშმაკი და მესის ხო გადაწყვიტა რომ უი, ბლატერის დახატული არ გიქხა. კი, ბლატერის დახატულია შექმნილია. ბლატერი მეიგონა მესტი, ესე არაფერი. შენ არგენტინას სხვას არც მოდი გაბელოს არა, ესპანეთი რა თქმა უნდა ლოგიკურია რომ პირველ ადგილზე ეწეროს მაგას. მე ესპანეთს დამავუძლა, მაგრამ ო, ამას გერმანია უწერია და იქ მაინტერესებს. არ მიტყვი, აღარ მიწერია, ესპანეთს მიწერია პირველ. აღარ მიწერია, გადა. მე გამახსენდა. პირველ მეორე ჩავთვალოთ რომ მეორე მიწერია გერმანიამ. შემადგენლობა ამასაც ძალიან მაგარი ყავს. პლუს ამას ემატება. ფორვარდი ვიყავს გერმანიის.
აი მან დიღუპება. დიღუპება ისტორიული. და ნაგილსმანის არ მჯერა რა. ხო მე მჯერა, მაგრამ ნაგელსმანის და მით უმეტეს რომ აი ახლა რავი ევროპის ჩემპიონატზეც ძალიან ის ბევრი გერმანიაში იყვარდა გავუწდეს. გავიგე, მაგრამ აშკარად თამაშობს ეს გუნდი. პლუს ამას ემატება ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი და რავი რა სასწაული ფეხბურთელები ყავთ იმენა რა ვიცი. არა საფრანგეთი მართლა. და საფრანგეთს და ოლისე და შერკის ერთად ყოლა რა საფრანგეთს სიგიჟეა. გადის ნელ-ნელა ვადა, მაგრამ დეშამს გაზდის ვადათ საფრანგეთს კი არ ხო გაზდის. დეშამს გადის. ეხა დეშამი რო არის საფრანგეთის უცხოელი პირველი აუ ზიდანი საფრანგეთთან ერთად შეიძლება გადამეგდო ეს დაფა და წავში არც მეყურებინა სოფლიო ეხლა ჩემპიონატი. რომ წვნელი შეცვალოს ნაკრებმა ჩემპიონატში თუ გვიანია. ან უეჭველი ამდენი თამაში მოუწევს. რა უნდა მოა ორი ამხანაგური? ხო, ორი ამხანაგური. ხო დააწყოს გუნდი. ხო და გონია რომ გერმანია კაროჩ მაინც გერმანია არის, სულ გერმანიაა. ჩავარნილი იმის მე აშკარად ზემოთ მოდიან წინა ევროპის ჩემპიონატზე ხო. არა გერმანია ფავორიტია. ბაიერნი ვითა. ვინც ესპანეთს ეთამაშა და ამიტომ იძერია. და თან ანუ ესპანეთმაც სუფთად ვერ მოუგო. ხო და აშ სუფთად კი არა არ იყო ის ხო. ის იყო პენალტი. ხო არ იყო კი არა. და მოდი შევთავაზოთ რომ ასტონ ვილა არის გუნდი. ხო მე ბრაზილია მიწერია და რა მიწერია იმიტომ რომ ბრაზილია და რა შეიძლება ჩვენ არ ვიცით და მართლა რაღაცა ისეთი აი რა უთხრას ანჩელოტი რომელიც უდიდესი მოტივატორია. ბიჭო არ მგონია რომ მაგა ტვინში შედიოდეს. არა უბრალოდ იმ ათენაზე გავაგებინოს რომ რა ბიჭებო ის გაჯინგა და უნდა იცეკვოს თუ რა გინდა ჩელოტი. ბიჭო არ ბრაზილია რა ვიცი. ბობი ჩალტონიო. ხო და ბრაზილია არა მგონია მჯერა და თან სურს. არა ხო შესრულებს უფრო ეფუძნება. ჩემი აზრით შეიძლება ვიღაცას ეწყინოს არგენტინის მოგება, პორტუგალიის მოგება, მაგრამ მარტო არგენტინის ფანებს არ გაუსწორდებათ ბრაზილია რომ სოფლიო ჩემპიონი. არა ძალიან დიდი იმას ვიტოვებ რომ არა ძალიან დიდი იმას ვიტოვებ რომ ნეიმარს წაიყვანენ რა. ამან ხო გაუტრაკა ამის. ხო და ნეიმარს თუ წაიყვანენ და ბოლო მე მინდა სცენაზე ნეიმარმა რომ მოიგოს არ მეწი. დიდ სცენაზე ბოლო გაფართხალებას ვნახავთ კრისტიანოსას ვნახავთ მესის ბოლო იმას და ვნახავთ ნეიმარიც ვნახავთ მაშინ ბოლო დრო ნეიმარი გამიხარდება CS:GO-ს ტურნირს თუ მოიგებს მაო აბა ეხა შენ ნუ ხარ იმ საფრანგეთი გასაგებია საფრანგეთი არა შემადგენლობას რო გადახედავ რავი ანუ აღარ უნდა ბევრი ლაპარაკი იმიტომ საფრანგეთი ფავორიტ ასიაში უნდა იყოს არ ბიჭო ეს უპამეკანო დაცვის ცენტრში არის კანტე მიყავთ? ალიბა და კონატი ალბათ არა ხევარდაც ჩამშნელი მიყავთ. არ ვიცი რაბიოა იქნება ალბათ ვიზეს დადგება რაბიო დაფრინავს თმაო გუშინ იფრინა მაგრამ გოლი გაიტანა. ორი გოლი ორი გაიტანა და ვაფშე სასწაულ თამაში ქონდა მაგრამ ნუ კარი. ნუ მეკარე მაგარი ყავს მაგრამ შეტევას ჩახედავ და გეშინი ანუ რა შერკი ოლისე ბაპე ოქროსბურთი დემბელე იმენა და კოლომუანი ყავს გადასროლილი სადღაც მე-6 ოპციად რო რამე აუჩი მესამე ნაკრებითაც მაგარი გუნდი კოლომუანს ვაფშე აი კოლომუანი თუ გამახსენდა რომ საერთოდ აი რა ნაკრებში ის საფრანგეთის ჩასვლას აუგზავნო რატო რა შოეშე კოლომუანი რატო არა არა საფეხბურთო თვალსაზრისით ყველაფერს აკეთებს იმ მომენტში სწორად ყველა ლანძღავ ყველაფერს თუ სწორად აკეთებს არა მამა არა ფიფუ მარტინეზი არის ფიზიკის წინააღმდეგ ფიფუ მარტინესი და აი საგვეიყო საფრანგეთის საკმარისია შემდეგი ვინ არის ეს სუბიექტურობას ჩავარდნილი კაცი დედა მე მეწერია არგენტინამ და მე არ მჯერა. არც მე არ მჯერა მაგრამ ახლა უნდა დაგეწირა. ხო მე უნდა წავში. რას შლით ინგლისი კიდე გასაგებია ახლა რა ვიცი აი ინგლისის შემადგენლობა უფრო აი შემაშინებელია თუ საფრანგეთის არ გეკითხები 22 კაცზე და 30-ზე და თუნდაც საფრანგეთის პირველი 11-ეული საფრანგეთის ინგლისის ნახევარ და აი არ მჯერა მე დეკლან რაისის და ჯუდ ბელინგემის მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის რა აზრი აქვს ბიჭო ანუ მე თუ რამე ეკანა ის დღესდღეობით არის ალბათ ტოპ 2-ში არის მიუხედავად იმისა რომ გვახსოვს რა უქნა. და მეოთხე ფინალში გამოაგდებს ჰოლანდია არა ჰოლანდია არ გამოაგდეს სამწუხაროდ ერთი ნიდერლანდები ხო ნიდერლანდები ჩვენ ბიჭო კალანდია ძველი ეთახეს წავართ აი მე ძმაო მიწერია პირველი ინგლისი პირველი იმის იმქიდან გამომდინარე მიწერია რომ ძლივს ეღირსად კარგი მწვრთნელი რომელიც არის გერმანელი რომელიც რაც მე არ მაინტერესებს იმიტომ ნახევარი საფრანგეთის ნაკრები არის სენეგალი და ალჟირი და ეს პატარა ჩართოს გავაკეთე ისტორიულად არასდროს არ მოუგია უცხოელ მწვრთნელს მსოფლიო ანუ ეს კიდევ ერთი გამოწვევა მწვრთნელი უნდა იყოს ინგლისელი ინგლისის არ მოუგია და ახლა მწვრთნელი ის ერთიც მოიგო და ის გოლი გავიდა თუ არა დღემდე მაგას ჭუბობს ხალხი ხო ხელმა ძმაო ძალიან მაგრად იმუშავა ჩელსისთან და იმის მერე ისვენებს და იმის მერე ემზადება სოფლიო ჩემპიონატში. გავიდა? ხო არ გეუბნები რომ ის გოლი გავიდა?
აი ინგლისური ის გოლი გავიდა მე რა იმასთან ინგლისი გერმანია რო ის კალეში და გავიდა. მე რა რომელი გერმანიის ბარი მემნაკ რო დავიცვა ის. ავიც მეთქი ბარი მამაზე. მეთქი ბარი მამაზე. კაი, მიშო, რა სამობდი? ხო და მე ინგლისზე ძალიან დიდი მედეს ვამყარებ. მე ზოგადად ნიდერლანდების გულში მატკივარი ვარ, მაგრამ ინგლისი როგორც ინგლისური ფეხბურთის ხო, ნუ სამწუხაროდ არ მაქვს ბევრი არგუმენტები ის რომ ნიდერლანდები აქ ჩამეწერა და ხო, ნუ აი ტიჯანი რეინდერსი ყავს. ტიჯანი ძალიან მაგარია. აგი ნახევარდაცვა ძალიან კაი იყო, სულ მართლა. ახორდასო დაცვას დაცვა მიკი ვანდევენი და ვანდაიკი ყავს და და პინგ-პონგი ყავს მარჯვენა მცველად. უცებ არგენტინა. ტიმბერიც ნედერლანდელი. მე მგონი ჰოლანდიამ ჩავწერე. დილიხტი და ვანდაიკი ვაფშე რა არ? მიკი ვანდევენი? რა დელიხტი, მიკი ვანდევენი ყავს. დელიხტს რა შეხედავ მე ნა მიკი ვანდევენს? ვანდერმენი რა სწრაფია ხო? ვანდევენი არის აი ძალიან მაგარი მცველი, აი ტოტენჰემის ხო, ყველა აი თითქმის ყველა გუნდში შეუულია არალოგიკურად სწრაფი არის. ბურთი იცის თან. იცის, კარგი ფეხბურთელია ძალიან. მარცხენა მცველი. ნიდერლანდები. რაღაცა რომელი რო შეგვიყავთ იცი. მე საფეხბურთო იცი მაგრამ თავ ფრიმპონგი და ტიმბერი რაღაცა გადათამაშება მოხდება იქ. დუმფრიზი ყავთ კიდე. აუ, დუმფრი. მარჯვენა მცველია ყველა? ყველა ხო ვიღაცა მარცხივ შეძლებს დადგომას. შოუგანსლო დაგემატებათ არა. მეკარე არ ყავს. აი PSV ისეთ ფორმაშია ვიღაცას გამო. მეკარე ყავდა ვერბრუგენი. ვერბრუგენი კაი მეკარე არ არის. მეკარე არის. იგი შტეტევაში არის. როდის ყავდა ვანდერს. კეტელენბურგი აღარ არის. რომელიც ეკელენბურგია ხო? მაგარი იყო. აი კარგი ჩემპიონატი გქონდა. არა. საფრანგეთზე რას ვიტყვი? ჯერ ხო არა ნიდერლანდებს მე მინდა დავუჩით რა, იმიტომ რომ არ გვისაუბრე, არავის არ უწერია. არა, არც გამწევს. ნიდერლანდები არის ყოველთვის ეგ მაგ პოზიციაში არის, რომ ყოველ არავინ არ აფიქრებს. დაჟე პირიქით. აი მანდ ვიჭედები. პირიქით, როცა ნიდერლანდებზე ყველაზე ნაკლები ფსონიდება, მაშინ არის ყველა როცა კარგი ნაკრები ყავს, მაშინ ვერაფერს ვერ შვები. ნუ 2010 სოფლიო იყო სასწაული, 2014. ხანომერი ხანომერია, რონალდოს მერი არ ყავდა, რიშარლისონს მიწურავდით ამდენი ხანი და ვერ გაწურდეთ. იქამდე ფრედი და ჟო ყავდა. მე ჰოლანდიას და ბრაზილიას ხანომერი არ დავყავს, საუში რა არის, რა სიგიჟია. ისე მართლა ვან პერსის და ვანის წერილოების და ამ ხალხის მე გულიტის და ვან ბასტენის მერე აბა. რაის აუტო ეკორტი. და იმას ისყავდა, ჰალკი გვეყენა? ჟოდა ფრედი? ედერი? ედერი არ იყო ბრაზილიელი რა ვარი იყო იგი? ერთი ჟო იყო, ერთი ფრედი. ედერი იტალიაში თამაშობდა. ფრედი, ედერი პორტუგალიაში იყო. ედერი იყო ედერი ერთი პორტუგალიელი იყო და ერთი ბრაზილიელი იტალიელი, როზე რო ითამაშა. ედერი და გრაციანოპელი. მაგრამ ხო არა. საძამაათი. იტალია ვაფშე ჯერ არ არის გასული სოფლიოს და იქნება იტალია გადის და წერთ. მე შენს გამომწერებს ერთ შევას ვიცი რომ ჰოლანდიის თამაშები არ გამოწვევ, იმიტომ რომ ყოველთვის კარგ და სანახაო. მე უფრო კარგ შევას მიცემ. გამოიწერეთ სპორტლაინის არხი და დაუდექით ამ კაც გვერდში. თქვენი ერთი მოწონება, კომენტარი საქმეს წაწევს წინ. ნიდერლანდებზეც გარკვეულ რაღაც სიურპრიზ შემოგთავაზებთ კარგია, აი. მომავალში. საქართველოს ბევრი გულშემატკივარია საქართველოს. შეიძლება არაფხიზნ მდგომარეობაში, მაგრამ სოფლიოსაც შორის უფროსი მამების თაობიდან ძალიან ბევრი ხომაგობს. ბიჭი, იმიტომ რომ ულამაზეს ფეხბურთს ხო, თამაშობს. არა, მაგას კი აქვს, ნუ უბრალოდ ხაზი გავუსწრო. ბასტენი და ტოტალური ფეხბურთი. მე 2010 ჩემპიონატი იყო პირველი ჩემთვის სოფლიო. კასილას ის ფეხი უარ გამოეყო სოფლიო ჩემპიონატს იგებდა. და რობენს რო უკეთესად დაერწყა. რა ქნას მეტი. რა ქნას. გარბის აწყვეტილი და უკეთებს. გასასიამოვნო იყო, აი კი არაფერი ჯგუფური ეტაპი იყო მე 2014-ში ის მე მატჩი ესპანეთთან. რას ქვია არაფერი არ. გასასიამოვნო რევანში იყო მაგრამ. თითერთს რო გიგებენ უკვე რაღაცა არის. თან გოლსაც ხო გააჩნია იქ. ჯერ რობენმა რა უკნა პიკე და რამოსი იყო ხო მან? და მე კასილასი მიაყოლა 14-ში ხოლმე ვინ გამოაგდო? არგენტინამ პენალტებში. 2014-ში კი ნახევარფინალში. მას კერანომ რო გადამრჩენი პატკატი გააკეთა, პატკატი რა არის ვარდა. ატკატი და პაცებია და აი, შემდეგი რა თქმა უნდა საფრანგეთი უძლიერესი გუნდი, თუმცა აი იმაზე რაზეც საუბრობ თქვენ რომ დეშამს ვადა გაზდის და ცოტა ამჟავებული არის. შეიძლება მაგას მიგე და ნუ ესპანეთიც მიწერია იქიდან გამომდინარე რომ ხო მართლა ძალიან ამბიციური დაალაგებული გუნდი არის და შეუძლიათ კარგი ფეხბურთის თამაში. არგენტინა არ მიწერია, არანაირად არ მგონია რომ არგენტინას რაიმე ყველა ნაკრებზე რაღაც პრობლემა ჩამოვყარეთ. ესპანეთს რა პრობლემა აქვს? მე მინდა რომ დაკარგო.
ისპანეთს ახლა მართლა არაფერი პრობლემა არ აქვს. კი აქვს პრობლემა. მე გეტყვით რა პრობლემა იქნება. არა. ერთადერთი პრობლემა რაც შეუძლია თავის თავს ესპანეთმა შეუქმნას და ლუის დე ლა ფუენტე გამოიგოს იქნის უნაი სიმონის პირველ მეკარეობა, რომელიც წელს იდენად საზისღარ ფორმაშია. ხა და კიდე ბილბაოშია? ანუ იდენად კატასტროფებს აკეთებს, რომ ეს ძმა ლუის დე ლა ფუენტე არც კი აპირებს იმის გაკეთებას, რომ ან რაია ჩააყენოს, ან ჟუან გარსია. იმიტომ რომ ეს ტიპი უყვარს. თუ ატყობთ ახლა დელაფონტესაც გადაწყვეტა, იმიტომ რომ მისი გუნდის მეკარეს ანუ ვინმე თუ რა იდგეს ალბათ რაია უნდა. აუ ეს ტიპი დაკარგულია ხალხო ეს კაცი. დავით რაიათი დავიწყე ლაპარაკი და მე ვთქვი ჟუან გარსია. ხო, იმიტომ რომ მაგით იმას კი შენ იღბე, შენი ასე შევნიღე. ჯერდი თუ ვინმე ეკუთვნის ჟუან გარსიას უფრო ეკუთვნის ვიდრე დელაფონტეს გადაწვა ტიპი. რომელმაც ყველა ქვაქვაზე არ დატოვა, არავისგან მოიგო, რა ვიცი, ევროპის ჩემპიონატი ერთი ამას ვთქვით და ახლა ჯერ არ დატოვა ერთალივე 1000-ს წააგო. დელაფონტეს იმის გამო აკრიტიკებს 1000-ს წააგო. გაგახსენე პორტუგალიასთან. 1000-ს რო. ხო და მე ვიძახი რომ ერთადერთი პრობლემა შეიძლება ეგ გაიჩინოს თქო. შეიძლება შეცვალოს გადაწყვეტილება და რაია დააყენოს, არავინ არ იცის. მე ვფიქრობ რომ რაია უნდა დააყენოს. ან რაია უნდა დააყენოს, ან გარსია. ანუ იმის უნაი სიმონის წელს დაყენება ჯობია ყველაფერი. მოკლედ ნახოთ რა იქნება. საინტერესო სოფლიო იქნება. ეს ზოგადადაც სოფლიო რომ რაღაც მივუხილო. ჩემთვის აი წინა სოფლიოზე საინტერესო ეს ან ბევრი ამ ცვლილებაა და ბევრი ნაკრებია ისეთი კითხვის მე ვრავდ ის ტყინსო ჯგუფურ ეტაპს აზრი დაიკარგა რა. ჯერ არ იცი. ეხლა პორტუგალია უზბეკეთზე დავჯექი და რას ველოდო რომ ხუსანოვი მარტო მოიგებს თუ რას მაჯერებ ეხლა. ხო, მაგრამ ნახე თუ კურასაო გამოიძახებს ოკეანის ღმერთს და გადავორდო რა ანუ აზრი არა აქვს. იქ ის მუღამი გქონდა რომ მექსიკა მოხდებოდა, ის მოხდებოდა, ეს მოხდებოდა და სიკვდილის ჯგუფი რომელია? არ არსებობს სიკვდილის ჯგუფი. რა მსოფლიო ჩემპიონი და მისი წყევლა და ჯგუფში ჩარჩენა ანუ რა წყევლა და კლუბა მაიკლოლი. ისე წელს რომ მართლა კიდე გამეორდეს და არგენტინა ჩარჩეს, დაიჯერეთ. ვინ არის არგენტინასა ჯგუფში? რა ვიცი სადაც რა. საუდის არაბეთმა მოუგო ავსტრია ყავს, ავსტრია ყავს, ავსტრია ყავს. უგაქვს რომ რო გვაქვს კამერა ვიჯდა. არა, ანუ შედარებით კიდე თუ როცა ხედავ ამას სანამ მოუწევს. დაждდება, მაინც შევაჯამოთ. ხო, აუცილებლად. და სანამ შევაჯამოთ გამოიწევ. ნუ გადავიდეთ მაშ შეჯამებაზე. შევაჯამოთ, კი ბატონო, მე მგონი საინტერესო რა ქვია მას დალაგება თუ რა მას ქვია. შეფასება, ტოპ 5-ები გამოგვივიდა და მე ისე ტოპ 4 ვარ. აუ იმას. ის აკლებს და მე მარტო ერთს წერ. ანუ სოფლიო ჩემპიონატი აუცილებლად ძალიან კარგი უნდა იყოს, იმიტომ რომ არ მჯერა რომ პლეიოფებიდან მინიმუმ. ანუ ამერიკაში ან ორგანიზებას ან შოუს ნაწილს რამე პრობლემა. ისევ ამინდი თუ არ გაგვიფუჭებს ყველაფერს. არა მგონია ზაფხულში. ზაფხულში იყო ისი. არა, ეხა რა პრობლემა იყო, ხო ხვდებით რაზეც ვამბობ. ანუ ამერიკაში არის ესეთი წესი, რომ თუ არა, თუ სადმე რამდენი კილომეტრის 15 კილომეტრის რადიუსში თუ წვიმა და ელვა შეამჩნიეს, თამაში ჩერდება. და თუ ნახევარი საათის განმავლობაში გამეორდა ეს. ხო, ნუ ეგ არის ერთადერთი პრობლემა, იმიტომ რომ ჩელსის შუა თამაში გაუჩერეს. It was really tremendous World Cup. მოკლედ, რო შევაჯამოთ, პირველი პოდკასტი Sportline-ზე სრულდება. შემდეგში უფრო ორგანიზებულად და უფრო გალამაზებულად შემოგთავაზებთ ამ ყველაფერს. ეს ცოტა ესე ექსპრონტად იყო. არა, სტუმრებს, რავი, მთავარია ფეხბურთი იცოდე და ნებისმიერ ადამიანს მივესალმებით აქ. ბატონი მიხეილ ჯიბლაძე დისერტაციას იცავს დღე-დღეზე. მთავარია ფეხბურთი გიყვარდეს. მაგაზე მნიშვნელოვანი რა არის? ფეხბურთი უნდა გიყვარდეს, სპორტიც უნდა გიყვარდეთ. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო. აუცილებლად გამოიწერეთ Sportline-ის YouTube არხი და შეხვედრამდე. დაკლიკე.